ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ეკიდა ანდრო ჭიჭინაძის ბანერი და ზუსტად აი ამ წერტილიდან ვიღებდი ხოლმე კადრს და რაღაცნაირად ასე გამოვხატავდი საკუთარ დამოკიდებულებას. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მაშინ როდესაც გვაქვს თანამედროვე ცხოვრება და ვიცით რომ საუკუნეშიც ვართ, შეგვიძლია ბანერი, რომელიც მოიპარეს, გავაჩინოთ ჩვენივე ოქროს ხელებით. მოგეთ ნახეთ რომ შეგვიძლია თანამედროვე ეპოქაში აბსოლუტურად ყველაფრის გაჩენა, რაც მოიპარეს და ალბათ ხვდებით უკვე რომ არასტანდარტული იქნება ჩემი პოდკასტი, არ იქნება ყოველთვის სტუდიაში, არ იქნება ყოველთვის ინტერიერში და იქნებით ყველგან, სადაც აი თემის მიხედვით მოვიფიქრეთ მოკლედ რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო. დღევანდელ დღეს შემთხვევით არ ამირჩევია ის თეატრი, რომლიდანაც ანდრო ჭიჭინაძის ბანერი მოიპარეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ყველას უპირობო პატივისცემა განსაკუთრებით მათ ოჯახის წევრებს და უნდა ვილაპარაკო ადამიანთან, რომელიც ბევრჯერ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჯერ არ ვამბობ იმას, რომ მეგობარია უახლოესი და ბევრი წელია მეგობრობთ, მაგრამ მაშინ როდესაც მე ვიწყებდი რაღაცა ახალს, ის ჩემი პირველი ნაბიჯების, ასე ვთქვათ, თანამონაწილე იყო და ყოველთვის იზიარებდა და სხვათა შორის იყო ბევრჯერ ჩემი პირველი სტუმარი, პირველი რესპონდენტი და მას ძალიან მოწონს, როდესაც მას წარვადგენთ ხოლმე ასე. მოქალაქე ნანკა კალტოზიშვილი, რომელსაც მე უკვე ვხედავ, ის უკვე მოვიდა თეატრთან ახლოს არის და ყველაფერს დანარჩენს გავარკვევთ ნანკასთან ერთად. მანამდე გეტყვით რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი YouTube-ზე, უნდა მომძებნოთ ყველგან და იმისთვის რომ შევიდეთ სივრცეშიც, ყურადღებით იყვნენ სპონსორებიც, ნანკა გამარჯობა. ესე იგი მიკროფონიც აქ აქვს. როგორ ხარ მითხარი? მეთქრეთ. კარგია. მე ვფიქრობ რომ ეხლა ვამბობდი, ვიდრე შენთან მოვიდოდი, ხო მეც მიყვარს ცეცხლი ოლიგარქიას დავაფიქსიროთ. ვეუბნებოდი მაყურებელს რომ რაღაცნაირად სიახლეც არის და ხსნიდი მოკლედ რატო არ ვარ სტუდიაში და გამახსენდა უცებ რომ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ამბობდი რომ არ მინდაო ეს რაღაც რეგალიებიო და წარმატგინეთ ესეო როგორც მოქალაქე ნანკა კალტოზიშვილი, ვიდრე მოვუყვები და ბევრი წელი გვაკავშირებს ერთმანეთთან და ეს კიდე ცალკე ამბავია ჩვენი ისტორიის. მეც წარგადგინე ასე მოქალაქე ნანკა კალტოზიშვილი. პატივისცემა. ასევე წაგართვას თეატრი. მოკლეს თეატრი. მოკლეს. პირდაპირ მნიშვნელობით. ისევე როგორც ჩემი თავისუფლება თუ სიტყვას როგორ. ანუ აბსოლუტურად ხო. ანუ აი ამ რაღაც აი ხედავთ რაც არის გაკრული. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი გადააქცეს აი ამ რაღაცა. ნანკა ბოლოს როდის ხავი? ნუ იმ დღის გარდა როცა იპარავდნენ, გვახსოვს ყველას ეს აი განცხადება რომ დავწერე, მაგ დროს ვიყავი ბოლოს კადრი მაგ აი 2 წამი, 3 წამიანი კადრი არის, თორსა ველოდებით გაცხადდა. ტერიტორიაზე იმის მიერ გაგივლია, აი ემოცია მაინტერესებს რა იყო მას შემდეგ, რაც აი ყველაფერი მოხდა, მოკლეს თეატრი, როგორც თქვი. აი რამდენიმე დღე ხო დავდიოდი, მაინტერესდა პრომოს, ანუ რომ დაკიდეს პრომოსად არის რომ მოხსნეს ანდროს ბანერი, პრომოსის მოხსენით და მოვდიოდი რომ ანუ დამიფიქსირებდნენ რომ არაფერიც არ გადაუღიათ, არაფერს არ აკეთებდნენ, აი იმ სახის ფანჯარაშიც აი მესამე ფანჯარაშიც იყო კამერა და ანუ იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია რა რეალურად ჩაგვიტარეს ეს ჩვეულებრივი სპეცოპერაცია და ემოცია რა გითხრა, ნუ ჩემთვის ეს თეატრი აი ახლა ხო ხედავ ნანა იყო ანუ ადამიანებთან ანუ შენობაზე მიჯაჭვულობა არ მაქვს, მე მქონდა მიჯაჭვულობა და მაქვს ხოლმე ადამიანების მიმართ, ანუ ადამიანები ხდნენ იმ გარემოს, სადაც გიხარია მისვლა და ყოფნა და დოის გაშვების შემდეგ ამ თეატრის სცენაზე და ანუ თანამშრომლები არ შუაში არ არიან, მე ვერავიდოდი, უბრალოდ ანუ ძალიან გამიჭირდებოდა და ვერ გავამართლებდი ჩემში ვერანაირად, რომ ვისთომაც არაფერი არ მოხდა, გავაგზავნე ცხოვრება რა. და აქვე დოის მეც უნდა მოვემადლიერო, იმიტომ რომ იმ ხარდაჭერას რომელსაც გრძნობდი, აი არ მინდა რომ რაღაცნაირად ესე უყურადღებოთ ტოვებდეს მაყურებელიც და ჩემი უდიდესი პატივისცემა რა თქმა უნდა შენთან ერთად. ნანკა იცი რა მინდა კითხო, აი ახსენე რომ შენობაზე არ ვარ გაგიჟებულიო, ხო და მე კარგად გიცნობ. ხო, ხა მითხოვდეს რომ ახსენე ადამიანები და აი მოდი რაღაცნაირად მოვუყვეთ რა, აი ის ანდრო, რომელიც არ ვიცი, აი ანდრო ვამბობთ და უამრავ ადამიანს მეგულისხმობ უცხოს, ხო იცი კარგად, სულ არ ამ აქციაზე და უამრავ ადამიანს ველაპარაკები და ისედაც მაღაზიაში შევდივარ თუ გამოვდივარ თუ გავივლი თუ გამოვივლი, აი ბევრი ამბობს, რომ რაღაცნაირად ადამიანი, რომელიც ერთხელაც არ უნახავთ ცხოვრებაში, მათი ოჯახის წევრი, ანუ ის ტკივილი რაღაცნაირად გაიზიარა საზოგადოებამ. აი პირდაპირ უნდა კითხო, აი ამ ფორმულირებით, აი ეს ადამიანი ანდრო
აი რა ემოციას ტოვებს კი არა, რას აღძრავს. აი პირველივე წარმოთქმისთანავე ანდრო და ნუ აი რო რელოდები უკვე ჭიჭინაძის თქმას ყველა მიცის ვისაც გულისხმობთ. ხო და ანუ ყველას გონია რომ ანდრო არის ჩემი უახლოესი მეგობარი. და რეალურად ანდროსთან ანუ თუ აი მეგობარი თუ ვინმე დაუჭერიათ და სინდისის პატიმრები, მაგრამ იყავ შენ. ანუ ესე მეგობარი ჩემი ანუ ანდროს ვიცნობდი, მაგრამ ახლა ჩვენ როგორც მეგობრობთ, ისეთ მეგობრობა არ გვაკავშირებდა, მაგრამ მე ზუსტად იმისკენ მიმყავს ეს ყველაფერი, რომ არ არის აუცილებლად შენ მეგობარი იყოს, ხო? ახლა სინდისის პატიმრები ყველას პროცესებზე დავდიოდით. იმიტომ რაღაცა გაგვაერთიანა ამ უსამართლობამ და მშობლები როგორ გააერთიანა. ამიტომ თან შეგვიძლია ვიაროთ. ვიაროთ. ამიტომ ეს ისეთი ამბავია რა ვიცი. ანდრო ვიცი რა ანდრო უბრალოდ რაც სიმბოლოდ იქცა, აი სამართლობასთან ბრძოლის, აი უნდა არ უნდა, ეს შეიძლება ეს სიმბოლოდ იქს რაღაცნაირად მეტი პასუხისგებლობაც დაეკისრა თითქოს, ხო, აი ადამიანებიც, აი თქვენც ახლა რაღაცნაირად აი რო იყავით და სინდის პატიმრა, აი რაღაცა ის არის რა თითქოს პასუხისგებლობა გაქვს ძალიან დიდი ეს სახელი სინდისის პატიმრა, მაგრამ რეალობა ის არის რომ თქვენ ინახავდით ადამიანების სინდის გარდა, როგორ ახსნათ, ანუ ჩვენ სინდისზე გადიოდა, წკერო თქვენი შორის მე მერიდებოდა ეს სინდისის პატიმარს კი არ წერდი რეჟიმის თქვა, იმიტომ რომ რეალურად ყველანი ვიყავით კარტო, ხო? ხო, თქვენ შენ თავზე ვერ იტყვი ხა ამას ეს თქვენ სინდისზე არ გადიოდა, თქვენ უბრალოდ ძალიან ძლიერი ადამიანები აღმოჩნდით შენზე მართლა რა ვიცი, გაკვირვებული ხარ ხამდენი წელი გისო, მაგრამ აი ესეთ ძალას არ ველოდი, ხა მართლა პირდაპირ გეუბნები, ესეთ ძალას ასე სასამართლოების პროცესებზე უყურებდი და როგორც მოქმედებდი და როგორ ძლიერიც იყავი და როგორ დაკითხვასაც აქეთ უწყობდი ამ მოწმეებს, მე რა ვიცი. და ეს სინდისის პატიმრები ჩემთვის და არის აი ჩემს სინდისის გამოღვიძებაზეა საუბარი, ანუ შენ სინდისი არ არის ლაპარაკი. მესმის და თან რა უნდა კითხო, იცი, ამავე კონტექსტის ნაწილია ის რა კითხვაც მაქვს რეალურად, აი ჩვენ გვაქვს რაღაცა უხერხულობა იმის, რომ აი დარწმუნებული ვარ ბევრი რეჟიმის დღეს მიუხედავად იმისა, რომ მე მათ შორის ანდროცის ადამიანი, ვინც ცხოვრებაში არ მინახავს, პირველად ვნახე იმ შენობაში, სადაც უსამართლოდ დაგვატარებდნენ პროცესები რომ იმართებოდა, აი ქვემოთ სარდაფი რომ არის გასასვლელში და იქ აი ხელი დაუქნიებთ 11-ვე ბიჭს და ეს არ მინახავს. ნუ სცენაზე ოკეი, გავიგე რომ ნანახი მყავს, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არასდროს მინახავს. ანდრო რაც დაიჭირეს, მას მე კიდევ უფრო ბევრი გავიგე ანდრო. ნამდვილად და ის თქმა გმირი როცა ამბობენ და მე სულ ვამბობ რომ აი ვიღაცისთვის შეიძლება ვართ გმირი, ვიღაცისთვის შეიძლება არ ვართ, არ ვიცი. მე ვამბობ რომ აი ჩვენ რაღაცნაირად არ ვართ კომფორტულ მდგომარეობაში, როცა ამბობენ რომ აი გმირები ხართ. შენთვის აი ანდრო ოღონდ ანდროზე როცა ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მაყურებელი მიხვდება, გულისხმობ ნებისმიერ არიან თუ არა შენთვის გმირები. კი, თანამედროვე გმირები და ადამიანები როცა რაღაცას წერენ ხოლმე, მაგალითად წერენ, რომ აი გმირი არის ეს და თქვა წარსულში იხედებიან გმირი არის ეს და რატო ეძახით ამას ამხელავს ამაღალ სიტყვებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე დროს, ანუ სულ ამას ვიძახი, რომ წარსულში და ყველა ინტერვიუში ბოლო პერიოდში ვცდილობ რომ აუხსნა ადამიანებს საკუთარი მნიშვნელობა, დროის მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ ხარ უკვე ისტორიული ფიგურა, გინდა ეს თუ არ გინდა ეს. აი რა განსაზღვრავს? აი ეს განსაზღვრავს, რომ შენ საქართველოს ისტორიაში რაც ხდება, შენ სინდისის პატიმრები, ქუჩაში მებრძოლი ადამიანები, ყველა ეს, ანუ ჩვენც ხო რაღაც ამ ქვეყნის რაღაც მონაკვეთ ისტორიას წარმოვადგენთ, ხო? ყველა პერიოდში იყვნენ ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ ქვეყნის. აი ეს უხერხულობა, ნახე საინტერესო ფაქტი ვადებით. ხო, გმირი როგორც პერსონა, რომელიც არის თავი უნდა ვიმართლოთ, იცით ჩვენ არ ვამბობთ ამას ჩვენ თავზე. არაფერზე არ უნდა იმართლო. სულ ამ მდგომარეობაში გვაგდებენ, რომ თავს იმართლებ და შენ ხო არ ეძახი შენ თავს გმირს. მე ხარ ვიძახი რომ გმირი ვარ თუ რაღაცა. მე ვიძახი რომ მე ამ ყველაფერს უყურებ ისტორიულ კოდექსში და დარწმუნებული ვარ და მინდა ყოველ შემთხვევაში რაც აი ეს ძალას მაძლევს და დარწმუნებული ვარ რომ წლების შემდეგ, აი 30 წლის შემდეგ, როცა პატარა ბავშვი გაიზრდება, ჯერ კიდევ არ დაბადებული და უცებ ნახავს შენს კადრებს, ნახავს რეზო კიკნაძის კადრებს, ამ სასამართლოს უსამართლო კადრებს, ყველაფერს ამას ნახავს ამ ბრძოლას, მაგალითები ხო ჭირდება 30 წლის მერეც ადამიანებს. აი შენ ხო ამაყი ხარ, როცა იცი რომ აი 9 აპრილს ადამიანებმა იბრძოლეს არ და ძალიან უფრთხილდები მათ სახელებს. ამაშია საქმე, ხვდები? და აი ეს დრო უცებ ახლა 30 წლის მერე რომ მოტრიალდა და უცებ აღმოჩნდეს რომ შენ არავინ არ იბრძოლა ამ პერიოდში. ყველამ დანებდა, ყველამ აღიარა ყველაფერი, რაც არ დაუშავებიათ, რაც თავარია, აღიარებინეს, ანუ ყველა
და ეგ ძალიან ცუდა მაგალითები საჭიროა, გმირები ჭირდება ყველა თაობას და გმირი არ არის აუცილებლად ხმალამუღებული დადიოდი რა. აქეთ ისხედით ხო შენ და ეკა. აი ეს ცნობილი ვიდეო. ხო მე სხვათა შორის ძალიან ვინერვიულე. ნანკა აი ალბათ სხვა დრო რო ყოფილიყო და სხვა ეპოქაში არ ვიცი ან 10 წლით უკან ან 10 წლის მერე წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება, მაგრამ ვიცი რომ სულ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი, იმიტომ რომ აი ახლა ვიხსენებ და მე არ მახსენდება ნანკა კალატოზიშვილი მოქალაქე თეატრის გარეშე. არც მე არ მახსენდება. აი არასდროს არ მახსენდება რომ იყო რაღაცები. მიუხედავად იმისა რომ იყო ბევრი მეგაპროექტი, მიუხედავად იმისა რომ იყო ტელევიზია, იყო აი სტეიჯი. თუმცა ტელევიზია ძალიან ცოტი მოქმედა სამსახიობო კარიერაზე მართალია გითხრა. მაგაზეც მინდოდა ლაპარაკი და ვილაპარაკოთ, არ არის პრობლემა, არაფერში არ ვარ ჩასული. აზეც გინდა ვილაპარაკოთ. თავში, თუ გინდა ბოლოში, სადაც გინდა. რადგან შევეხებ თქვათ, რა წაგართვა ტელევიზიამ, ანუ რა სად დატოვა ნეგატიური კვალი. აი ზუსტად იმაში რომ რაღაცა ტელესახედ აღვიქმებოდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პროექტი მიმყავდა და სულ ეკრანზე ვიყავი. და ის რომ თეატრშიც ყოველდღე რაც მიყვარს რა, ანუ მსახიობის აღქმა, აი სპექტაკლებს თავი და აი მე და დუტას ქონა ერთი სპექტაკლი, როცა და დუტას ახლა პოპულარობა გახსოვთ. ხო აი ყველა ფერში დუტა რო იყო და ვიცი უთოში ამაში გამოთქმაც რო იყო და სადღაც ინსტინქტი იყო ოთარეგაძის სპექტაკლი იყო და რუსთავში გვაქვს ჩატანილი სპექტაკლი აი მართლა გვახსოვს 10 წუთი შეგვიძლია ჩამოვხდეთ თან სადაც ესე 10 წუთი აი ესე იმაშებოდით რა ქვია აი ესე თამაშობდით რა დიალოგი არ ქონდა რა ეი 10 წუთი გქონდა აი ეს კომუნიკაცია რომ ამ ადამიანებს დავიწყებოდათ რომ ვართ ტელეწამყვანები რაღაცა თან დუტა შემთხვევაში ძალიან რთული იყო ის მაშინ 20,000 და რაღაც მიყავდა აი გადაფარო მისი პოპულარობა და აი მახსოვს დუტასგანაც მახსოვს როგორ ჭიდაობა უწევდა აი სანამ ამას გაარღვევდა რომ დავიწყდეთ ტელევიზია და მერე უკვე იწყებდნენ სპექტაკლის აღქმას და ასე და ასე აი შენთან უშუალოდ აი როცა ამბობ რომ ნეგატიური კვალი აი ამას გულისხმობ ხო რა მივხვდი მაგრამ აი უფრო ჩავუღრმავდეთ დარწმუნებული ვარ აი ყოველთვის მაფრთხილებ ხოლმე რომ რაღაცნაირად აი ჰიპერბოლიზება არ მოვახდინო და ცოტა აგავაზვიადო და არაფერს არ ვაზვიადებ აი ძალიან მარტივია ჯერ ისიც არ მithავს მაყურებლისთვის თუ რამდენი წლის და არ ვიცი 2 საუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს აი 2 საუკუნე ეგრეა მართლა 2 საუკუნეა რეალურად ეხლა შეიძლება 120 წლის არ ვარ 1900-დან დაიწყო ფაქტია რომ 1900-დან და ნუ 2026 წელია ვიცით ყველა რა დავეთ ყოველთვის როცა ვესაუბრები ადამიანებს განსაკუთრებით აი არ ვიცი ძალიან დიდი აი მე ვამბობ იმის პარალელურად როცა ამბობ რომ ტელევიზიამ დატოვა ნეგატიური კვალი მაგრამ ჯეზების ფავორიტი ხარ ნანკა ხო არ ვიცი უპირობა აი ახლაც როცა ვაპირებდი ამ პოდკასტის გადაღებას და ვიდრე ჩავწერდი აი სულ წერდი თუ აი რას გითხავდით რას გიტოვებთ ნანკა აი რო ხედავთ რა ემოცია გაქვთ და იცი რა არის იმდენად არიან აღფრთოვანებული რომ ხარ ყველგან და მე გახსოვს კითხე კიდეც რომ ანუ რამდენი ხარ თქო დედაჩემის დასმული პირველი კითხვა იყო როცა ხედავდა აი განსაკუთრებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს და რეალურად მოწონთ ამ ადამიანებს ის რომ ანუ ვერ გრძნობენ კი არა ანუ ამბობენ რომ გონი ხარ მათხელა ანუ თანატოლი გონი ხარ რა სასიამოვნო ამბავია აი ტელევიზიის მერე ამ დროს აი ეს პოპულარობა რაღაცა წყვეტა მქონდა საკმაოდ დიდი ხო ტელევიზიით რომ მე მიხარია რომ ეს ახალი თაობა დიდ ტელევიზიით ან არ მიცნობს მე როგორც ხვდები და პანდემიის მერე თეატრში ისე დაიწყეს სიარული და ახალმა თაობამ განსაკუთრებით ეს ძალიან სასიამოვნო მე აი ზუსტად ეგ მომწონს რომ მე მგონია ყოველ შემთხვევაში ეს შეგრძნება მაგრამ რომ ახალმა თაობამ გამიცნო როგორც მოქალაქე უფრო ვიდრე როგორც მსახიობი და ჩემს ეს ძალიან ფასებულია. კარგი, რადგან არ ეშვები, მაშინ პირდაპირ მეკითხარი. მითხარ. აი, რომელი სტატუსი, აი, ну, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მოქალაქე ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი თუ ტელეწამყოს არ გეკითხები შეგნებულოთ, იმიტომ რომ ხო, მოქალაქე დიდად გაგიჟებული როგორც მოქალაქე, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ძალიან კარგი მსახიობი და ძალიან ცუდი მოქალაქე და ცუდი ადამიანი. და რა ვიცი პროფესიიდან შეიძლება ნებისმიერ დროს მოგიწევს წასვლა აგერ წავედი და მირჩევნია ვიყო კარგი მოქალაქე. მე არ მithქვამს თუ რაიმე არ მოგეწონება შეგიძლია პირდაპირ მითხრა რომ არ გინდა ამ თემაზე საუბარი მაგრამ აი რაღაცნაირად გონია რომ მე და შენ არ დაგშვირდება. ხო ისედაც მგონია რომ რაღაცა ისეთ ხო არ ვეხებით რაც არავინ არ იცის და ვიცი რომ არასდროს აი მე პირადად რაც მომწონს და ეს არ არის როგორც მეგობრის
მეგობრით აღფრთოვანებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ. მე რაც მომწონს არის ის, რომ შენთვის არსებობს ღირებულებები, შენთვის არსებობს რაღაც სისტემა ამ ღირებულებების, რომელშიც მეც რომ აღმოვჩნდე, თუ ამას დავარღვევ, აუცილებლად მეტყვი. ეს მე ძალიან მომწონს, მაგრამ ხო და ისევე მივიღებ შენგან. რა თქმა უნდა. იმიტომ რაღაცები არის ასეც ვერ ვატყობ ხოლმე მე და მინდა რომ აი მაყურებელსაც დავანახო ის ნანკა, რომელიც რეალურად არის, ისედაც იციან, მე მგონი არ გჭირდება ამ შემთხვევაში ჩემგან განსაკუთრებული ზრუნველობა, მაგრამ მინდა რომ აი დაინახონ ის სიღრმე, რომელიც რეალურად გაქვს. როგორ დავანახო? დაინახეთ ჩემი სიღრმე. ხო, მე არ ვიცი, მე მგონია რომ მიეხმარება ეს ინტერვიუ, მაგრამ ნახე, აი მინდა დაგისვა ასეთი კითხვა, სახელებს და გვარებს რა თქმა უნდა არ გქხოვ. მაგრამ შენი ხედვით, შენი ინფორმაციით ის რაშიც შენ აღმოჩნდი თავდადებული. მე გულისხმობ მთელ იმ საპროტესტო მუხტს, აი იმ ერთი კადრიანად, რომელიც ახლაც აი არ ვიცი, ჟრუანტელს მგრის, არსებ აი 100%-დან რამდენმა ადამიანმა ოღონდ გამოხატა ეს თუ არ გამოხატა, გამოვიდა თუ არ აი სახიობების გუნდი ავიღოთ ყველა თეატრის, აი პროცენტულად რამდენ ადამიანს შეეხო პროტესტი, ანუ რამდენ ადამიანს აუძგერდა გული იმაზე, რაზეც აი მოუკვდით საზოგადოება. ანდრო რო ჩამოხსნეს? იცი რა, ესე არ ვიცი ხა მე რაღაც ნაწილს, პატარა ნაწილს, ხო. ესეც ვინც ვიცი რომ ისედაც აუძგერდებოდა. ძალიან ვიღაცებს მეგონა რომ მინიმუმ დააშიარებდნენ, მაგრამ არ მოხდა ეგეთ რაღაცა. მინიმუმ მოგვიკითხავდნენ და დაგვირეკავდნენ. როგორ ხარ, თუნდაც რომ იგებ შენ ახლობელი მიდის თეატრიდან. დარეკავდი, მოიკითხავდი. როგორ ფიქრობ? ზოგს შიში აქვს, ზოგს ბრაზი აქვს, ზოგი არ გეთანხმება ამ ყველაფერში და ბრაზობს. ზოგი თulis რომ ჩუმად უნდა წავსულიყავი ამ თეატრიდან. მეტი ჩუმად არ ვიცი როგორ უნდა წავსულიყავით, მართლა პოსტი დავწერეთ და ესე წამოვედით და უნდა გამოპარულიყავით, ალბათ არ ვიცი. და ხო თვლია რომ აი რაღაცა მოვაწყეთ თუ რაღაც ამბავია და რეალურად მე ჩვენ არ გვინდა რომ დაგვაპირისპირონ იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც მართლა 20 წელი საერთოდ არ ვეთანხმებოდ რაღაცებში ვიღაცები, მაგრამ შიშროება რომ ვიცი ეს რეჟიმი იმდენად ბოროტია, რომ ყველაფერს იზავს, რომ შიგნიდან აი ერთი წელი ეგ ვერქნა რა შიგნიდან უნდა რომ გაეტეხა რომ ერთმანეთს და გადაეჭამახა ხო ყველაფერს ცდილობს აი აქციებზე როგორ ჩვება ხოლმე ხო რაღაც შემოაგდებს და მდობლობა რაღაცა ერთმანეთის ლანძღვა და აქ ეს ვერ ვერქნეს რა დანკა აი რადგან ვსაუბრობთ ახლა იმაზე თუ რა შეიძლება იყოს დაუშვათ ადამიანის ფიქრი ხო ეხლა ყველას არ ვიცნობთ, ყველა არ ვიცნობს, მაგრამ როგორ ფიქრობ, აი რაღაც ფაზები გავიარეთ, ხო? აი ამ პროტესტშიც და მე რეალურად რო გითხარ ეხლა აღფრთოვანებით ვსაუბრობ მაინც და მაინც იმაზე რომ თეატრი არ გაქვს, არ ვარ აღფრთოვანებული, არ მიხარია, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთ-ერთი პირველი ვარ მათ შორის კრიტიკოსებშიც, რომელიც აი უფრო კრიტიკულად ვცდილობ ხოლმე რომ დავინახო დაუშვათ ესა თუ ეს სპექტაკლი, ვიდრე დაუშვათ გაქო და გადიდო, იმიტომ რომ ნუ მოვძებნით ამის ცალკე სივრცესაც მაგრამ რეალურად არ გაქვს პროფესია, მაგრამ აი არ ვიცი, აი ხან პროფესია მაქვს, ბრო და არ მაქვს ამ პროფესიის რეალიზების საშუალება. სივრცე არ არის, კი ბატონო. აი საით მიმყავს რეალურად ეს კითხვა. ხან იმედგაცრუება, ხან რა ვიცი, ზოგი ნიჰილიზმშია, ზოგი სად არის, ზოგი სად, ზოგი შეშინებულია ოღონდ იმ ნაწილში კი არა რომ გარეთ რო გამოვიდეს, გარეთ გამოსვლის ეშინია. აი რაღაც ემოციურად ვეღარ პოულობს мотиваციის წყაროს, რაღაც კალაპოს, ანუ საიდანაც ისევ საკუთარ თავს შთააგონებს. აი როგორ ფიქრობ, ამ პროცესებში გაქვს განცდა იმის, დანაკლისი გაქვს რაიმესი, მარტივად ვიკითხავ. აი რაღაც არ ხდება საკმარისად დაუშვათ, ასეთი. ეგ და მარტო კოლეგებისგან არა ზოგადად. ანუ ეგ კი, ანუ ეგ ყოველთვის გექნება რა, მაგალითად მე სულ მგონია რომ მართლა რომ გაფიცულიყო ხალხი. ყველაზე მშვიდობიანი აქტი იყო რა ჩემი წარმოსახვით, ხო? აი იმ ვიდეოშიც კი ვარ შენ რომ დაგიჟირეს და აფექტში რო ვარ მანქანაში რომ გაიფიცე და ყველაზე მშვიდობიანი აქტი მგონია ეს რომ გაიფიცო, გააჩერო ქვეყანა, უბრალოდ რომ აუხსნა ხალხს, ანუ ეს არ შეიძლება ცხოვრება და ხმა მიაწვდი. ხო, 100 დღე გაიფიცდა დამოუკიდებელი თეატრები ჩვენთან ერთად და მე მგონია რომ ამაზე მაგარი, აი ესეთი რამე ისტორიას არ ახსოვს ხალხთან ესეთი სოლიდარობა, ამდენი დამოუკიდებელი თეატრი შემოგიერთდეს პატარები, რომლებიც მართლა აი გადარჩენისთვის იბრძვიან და დღეს დახურვის პირას არის ეს თეატრები, იმიტომ რომ 100 დღე გაიფიცე ხა
ეგრე სად არის, ხო? მაგა ჩემი ესეთი მოწწებულით მინდა ვთქვა. ჩემი აზრია ასეთი, რომ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა სახელოვნების სივრცე იმ ნაწილში გულისხმობ, რა ნაწილშიც დავინახეთ, ანუ საზოგადოებამ დაინახა. დიდხანს იყო პასიური. იყო პასიური. იცი რა, ეხლა 400 რაღაცა დღეს კი ვიძახით, მაგრამ ახლა ვიღაცები მართლა 6 წელია გავართ გარეთ, ხო? კი ბატონო. და 6 წლის განმავლობაში იყო ზურს აი მაპატია გავრილოვის აქციების დროს ასე მოდიოდნენ და პირდაპირ მეკითხებოდნენ, რომ სად არის თქვენი სფერო? აკლდათ რა. ამბობდნენ, კი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აი მაშინ როცა რაღაცა რადიკალურად შეიცვალა, აი 360 გრადუსით შემობრუნდა. ძალიან მაგრა გამოჩნდა. და რაღაცნაირად აი ასე ვამბობ ხოლმე, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ მე ძალიან მიყვარს თეატრი და მყავხართ მეგობრები, ვიზეც გვიჟდები თუ რეალურად როგორც მოქალაქეს მაქვს ეს აზრი, მაგრამ ვამბობ, რომ რაღაცნაირად ველოდი სხვადასხვა სფეროს უფრო წინ. ანუ ყოველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც მე ვიყავით ხოვებაში, გისოსებში და ვუყურებდი, რომ ჰქონდათ მანიფესტი, ყველაფერი უცნობი, რა შეგვეძლო ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, თან ან პასუხის გაცემაც გინდა რომ აი შენი პროფესიიდან გასცე, ხო? რომ გეუბნები რომ არაფერს არ აკეთებდი, რეგიონში დავდიოდი, გასტროლი მქონდა ფაქტიურად, ხო? მოვიარეთ, სხვისი საკეთებელიც ვაკეთებ. როგორ ხდებოდა იქ ხალხი? ნაწილი ვიცით რა თქმა უნდა, იმიტომ აი ძალიან კარგად, მაგრამ აი ეშინოდა, თქვა აი მეორე მხრიდან ვერ გადმოდიოდნენ, მაგრამ იდგნენ და უყურებდნენ. აი ხო აი ქუჩის მეორე მხარეს და აქეთ ნუ იყო ეხა ეგ, მაგრამ იმ აი თვითონ ეს კოცები როგორც ქილიკობდნენ ამ ყველაფერზე რომ აი გარიყო თქვა ძალიან ბევრი ადამიანი. ანუ იმასაც ვერ ხვდებიან რომ მართლა მე როცა ვიძახი რომ ხმის მიცემას ერთი ადამიანის ხმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი 500 კაცი იდგა თუ 300 თუ 200 კაცი, ანუ რამდენად ფასეულიდან მნიშვნელოვანი იყო რომ იდგა და ამას რომ ვერ ხვდები და იმათთვის ანუ ადამიანები უბრალოდ ციფრები რო არის და ჩემთვის ადამიანი არის მოქალაქე რომელიც ბედავს მოდის და იმდენსაც ბედავს რომ მე სცენაზე ამოვიდეს და თავის წუხილი თქვა ეს ხო მაგათვის იყო მაგათვის. მე აი უცებ გამახსენდა მეტროშეები სხვადასხვა რეგიონიდან სუბდიდიდან მაგალითად ათუნიდან მაგალითად. ეს აქტი ამის ის ჩემ სალაპარაკოდ კი არ ჩავდიოდი. იქაურ პრობლემებზე ანუ სცენას უწყობდით რომ ამოსულიყვენ და ესაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული და ძალიან მაგარი იყო რა. კარგია, თანდათან ანუ გარდა იმ პროტესტისა და აი ამ საპროტესტო მუხტისა და იმ ემოციებისა, რომელიც გაკავშირებდა ამ თეატრთან, რომელიც ხშირად გაიმეორეთ, რომ იყო სახლი და მე სხვათა შორის იმ კადრების გარდა ვინერვიულე იმაზეც რამდენიმე სტორი იყო Instagram-ზე ვნახე, სადაც ჩანხართ შენ, რამდენიმე გივიკო იყო, ტასო იყო, ჭანტურაია და რაღაცნაირად აი თითქოს ემშვიდობებოდით თქვენს კერას, ანუ კერას სადაც ბევრ დროს ატარებდით, იმიტომ რომ სპექტაკლი ხო არ არის მარტო პრემიერა, ხო იქ სამუშაო, სამაგიდო სამუშაოებია, გენერალური რეპეტიციებია. ქალბატონს სამინისტროში რომ ანუ რა ვიცი ხა მერიც რომ გამოდიოდა და არ მუშაობდით ანუ ფეხბურთელები მე მგონი თამაშები ყოველდღე არ აქვთ, მაგრამ ვარჯიში აქვთ, ხო? და ვარჯიშს ხო უთვლიან მუშაობაში, ზუსტად ესეა რეპეტიციები ყოველდღე შევა არ ქონდეს სპექტაკლი, თან ჩვენ რა სათქმელიც ქონდა და დრო შეიცვალა და რა თქმა უნდა სათქმელიც იცვლებოდა და ახალი 4 სპექტაკლი ამიტომ უნდა გამზადებულიყო, რომ სხვა რაღაც და ადეკვატური დაბრუნებულიყავი რა. აი ეს ქალბატონი რომ ახსენე, მე მახსოვს რა თქმა უნდა ყველა განცხადება და დარწმუნებული ვარ ახსოვს საზოგადოებასაც და აი პირდაპირ თან რაღაცნაირად მინდა რომ ეს ხასიათიც დაინახოს მაყურებელმა, ცოტა სხვა რაკურსით. კადრით აი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც იძახის თაზმაოზე და ანუ აღიარებით ჩვენება აქვს ხალხს. რა ხო გაჩერდაო პროტესტია. კი ბატონო. აი რა მინდა იცი ვიკითხო. აი რამდენადაც შეგიძლია დისტანცირდე საკუთარი თავისგან. აი ეს ზავა საიდან მოგაქვს, იმიტომ რომ იცი რა მომისმენია ძალიან ხშირად, რომ რაღაცნაირი სხვანაირი მებრძოლი, ანუ სხვანაირად მამაცია. აი სიხი არ ვიცი, ზუსტად ვიცი რომ არ ფიქრობ. არ ხარის კატეგორია, ვინც სახში აზრს აწყობს, მაგრამ ვერ ვაწყობ. მე მეტიც ინტერვიუებზე არ მიყვარს და მე არ მახსოვს რა ვთქვი და მგონია რომ ვერაზროს აზრს ვერ ვალაგებ. ან მხოლოდ ემოციურ აი ხო, აი რაღაც ეგ მემართება რა და მე ანუ ან გრამატიკულად, ანუ ამ ემოციებში არც გრამატიკულად სწორად მეტყველებ. არც აი ინტერვიუ ამიტომ არ მიყვარს მადგებია ხო, მაგრამ აი როგორ ვიბნევი არის. არა უშავს ეს YouTube-ისთვის არის და ყველაფერი შეიძლება და მეც ძალიან ბევრ შეცდომას დავუშვებ დიდი ალბათობით და შენი შეცდომა და ჩემი ძალიან განსხვავდება. თან მინდა რომ იყოს ჰეითერებს ხო იცი ვუთმობ რაღაც პატარა კალაპაც ვაძებ. აი ეს რეიტინგს წერს ჰეითერებს. ნანკა ძლიერი ქალი ხარ? მე მგონი რომ სუსტი არ ვარ რა. აი რაღაცნაირად ესე მგონია რომ სუსტი რომ ვარ. კარგი, დავაკავშირეთ უფრო სუსტი არ ხარ არანაირად, მაგრამ ძლიერი, ზომიერად ძლიერი თუ ძალიან ძლიერი? ძლიერი. ძალიან ძლიერიც? ზომიერად არა, ძლიერი და ძალიან. მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ მაქვს ამისთვის ბევრი საბაბი და არგუმენტი. წარსულიდან მოყოლებული, მაგრამ დღეს ნანკას როგორც დაგკვირდით თან ყოველ მომდევნო ეპიზოდში მე უფრო ცოტა უნდა ვილაპარაკო ვიდრე რესპონდენტმა და ამიტომ ესე გადაწყდა. ჩემი აზრით ძალიან ძლიერი. ნუ კაი.
ძალიან ძლიერ ქალს ყავს შვილი, რომელიც ძალიან გაიზარდა. ამასობაში. ძალიან მიყვარს და მოვიკითხოთ აქედან. დანი. დიდი სიყვარული და პატივისცემა. მე ვიცი რომ რაღაც პერიოდი მახსოვს აი კვირა დღეს მაგალითად ეხა გასულ კვირა დღეს არ დაგირეკე, იმიტომ რომ ჩემს გონებაში არის ინფორმაცია რომ კვირა არის დანის. და დასრულდა. ანუ არც ამიღია ტელეფონი, არათუ სოციალურ ქსელში, საერთოდ არ მიფიქრე კომუნიკაცია შენთან და მას შემდეგ რაც მე ვიცი, გართულდა, ანუ ყოველდღიურად რთულდება საქართველოში ვითარება და ყოველდღიურობა ხდება უფრო მძიმე. აი როგორ ახერხებ ახლა, რომ იყო იქაც, იყო აქაც და ზოგადად აი ჯერ ზოგადად კითხვით, რასაც ალბათ ყველა კითხავდა, როგორ დედახარ, ამით დავიწყოთ და ჩაგეკითხები აუცილებლად. არ ვიცი, როგორ დედაურას ალბათ დანიშნა კითხავთ, რომ ყველა დედას უნდა რომ იყოს კარგი დედა თავისი შვილისთვის და რაღაცა იმედები არ გაუცრუოს. და ხო პირიქით არის ხოლმე რომ აი შვილმა იმედები არ გამიმართლა და მე მინდა რომ მე არ გაუცრო მას ის იმედები და წარმოდგენები შეიძლება დედაზე იყოს და სულები რომ მე პირველად ვარ დედა ბავშვებიდან ამას ეუბნები შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა და მითხრა ამას მაგრამ რას განიცდის აი რას გეუბნება ხოლმე როცა დარწმუნებული რა ალბათ ნერვიულობა ძალიან და ნერვიულობს იმიტომ რომ თავიდან საერთოდ რომ ვიყიდე და სულ მირეკავდა ხოლმე აქცია და დაგჭირდა გამოიყენე მე მქონდა ლაზერი და რაღაცები და აი წაიღე ჩემი ლაზერი და გეხმარება და მართლა დამქონდა რომ ამას რაღაცა მეთქი გამოიყენე კი დანიშნული ლაზერი ძალიან დამჭირდა და რაღაც ამბები და ძალიან დავაკლდი რა რეალურად აი ძალიან და ერთი წელი მართლა ხა სუგარეთ ხარ და თან როგორ იყო იცი სასამართლო აქცია ანუ დღე ვიყავით სასამართლოზე და მე მივდიოდი საღამოს აქციაზე და აი შუა ან მართლა ხანდახან მისვლა უკვე რომ ეძინა და მე მივხვდი რომ მე და ეკა მივხვდით რომ ანუ უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ყოფნა და გრაფიკი ქონდა მე და ეკას რა და შვილები გვენახა რა იმიტომ რაღაც პერიოდი მე ვიყავი რამდენიმე დღე მე საუცილებელი კომუნიკაცია რაც საჭიროა ხო და მე აი ამას ყველას ვეუბნებოდი რომ რაღაცა თუ ვერ ახერხებ ნუ მივატოვებ პროტესტს მაგრამ ერთმანეთს დავეხმაროთ რა რაღაცა შევენაცვლოთ ყოფილა ისეთი დღე როცა დავუშვათ აი სახლში როცა დაბრუნდი აქციების მერე განსაკუთრებით მე გულისხმობ იმ პერიოდს რომელიც აი ძალიან რთულად გამოვიარეთ და ეს ხუთავი რაღაც ნივთიერებებით რა ვიცი როგორც ქვია ბროლი გაზი ხანრას ვეძახით ხანრას აი როც მიხვედი კარი გაღე და მიხვდი რომ ძალიან შეშინებულია დანი იყო ასეთი ეპიზოდი ყოფილა იცი რა მე დანის ან მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ყველაფერი გამელაითეთ ჯერ ხონუ ტროლებზე და აი ამ ნეგატივზე ვიღაცები რომ გამოდიან ხოლმე რა ეს რაღაც ოცნების ფეისები 4 შვილის დედები რო არიან და რაღაცნაირად ჩემი შვილი და რაღაცებს რო წერენ ხოლმე და მე არ ფიქრობენ შენს რო შვილი ყავს და ისეთი შეიძლება დაწერო შენზე ხო აი როგორც თქვა სალომემ იკადრა რაღაც საოცარი კომენტარი დაწერა და მე თვითონ პასუხი რატო გაეცით რაღაცა და ოღონდ 4 შვილის დედა მე მორალს წაიკითხავს და არასდროს ორი წამიც არ დაფიქრდა რომ მეც ვყავს შვილი რომელიც შეიძლება ამ ყოველთვის კითხულობს ესაც ის მიწერს ხვდები ხო და რა ვიცი ამიტომ მე ესეთი სალომე გოგიაშვილის ნერი ადამიანებს აღარ ვჯერა რაღაც არ უნდა ელაპარაკონ და რაღაც განცდებში იყვნენ რა იმიტომ რომ სხვის შვილებზე ისინი არასდროს არ ფიქრობენ და აი ესეთ ადამიანებზე და მაგალითად აი ყოფილა რომ აი მარტო 700,000 ნახვაზე რო აყავთ ამ ჰეითერებს ისეთ კოშმარებს გიწერენ და მე მეკითხებოდა და რატო არ შლე და მეთქი რა მუშაობ თქო დანიო აი ნახე მეთქი ეს არის უფასო მუშა ხელი მეთქი და მე ერთ მშვენიერ დღეს დავждები რომ მოვიდა დავბლოკავ ყველას მეთქი რა რომ ანუ შეხედოს ამას როგორც აი რა ვინც არიან და რაც არიან რასაც წარმოადგენენ რა მე აი მაგალითად ახლა არაკაცის მაგალითად როგორ ვანახო ჩემს შულს ხო უნდა ჩაურთო აცაბაცას ვიდეო რა თქმა უნდა იმიტომ რომ გარშემო არ ყავს ახლა ეს სხვადასხვა არ მინდოდა სახელის და გვარის ხსენება, მაგრამ კარგია როცა ვამბობთ აცაბაცა და აიცი რა პირდაპირ უნდა კითხო ერთი. ხო განახე აცაბაცაც ჩემს შულს რომ არაკაცო. არა, ნუ ეს რას ნიშნავს და შენ რა ემოცია გაქვს, რა რეაქცია გაქვს და ვუხსნე რომ ეს არის ძალიან კარგი, ანუ რაღაცები არის რაც მე მჭირდება რომ განახო, რაც არ მაქვს, რაც ცხოვრებაში შეგვხდება. ეს არის არაკაცობის მაგალითი, როცა ადამიანი პირველ რიგში იტყუება და იტყუება თქვა, იმიტომ რომ ხარ რეალობა რო იყოს არ მგონია რომ დასამალ და სასირცხვილო ყოფილიყო და რას აპირებო და მე რო ვანახე ჩემი პასუხი რომ ესეთ ადამიანებს რომლებიც იტყუებიან ან კერდა უკილო უწილო იმიტომ რომ მაშინ ანუ მე ხო მართალი ვარ და ვიცი რომ მართალი ვარ რა ფორმით შეგიძლია უპასუხო და მას ჩემ მაგალითზე ვაჩვენებ რომ შენც მომავალში დაგჭირდეს აი ესეთი აცაბაც ადამიანები ძალიან ბევრი არიან რომლებიც ჯიხს იკრავენ რაღაცას გაბრალებენ რაღაცას იბრალებენ
და რეალურად არაფერს არ წარმოადგენენ და იდეალური მაგალითი იყო აცაბაცა არაკაცობის ჩემთვის, იმიტომ რომ სხვაგან სადვანახო ხა არ ვიცი. და ეს არის ძალიან ბევრი რა, ძალიან ბევრი ნეგატიური მაგალითს ვიყენებ იმისთვის, რომ ტელევიზორში გამოდიან და უცებ პარლამენტში იგინებიან და მე რაღაც ეკლესიურები ხდებიან და ქალებს პარლამენტში შეუძლიათ ჩაარტყან და მე უცებ რაღაცა ჩემი ცოლი, ჩემი შვილი რაღაცებს რო იძახიან, ამებსაც ვაჩვენებ, რომ აი ნახე როგორი, ანუ არაკაცობის მაგალითები ოცნებამ ძალიან კარგად. მე მგონია რომ ინფორმირებულია და კარგად არჩევს. და ახლა მაგრამ ეს ძალიან კარგად ვაჩვენე, როგორ არ შეიძლება რომ მოიქცეს კაცი, მით უმეტეს, რაც არ უნდა თქვა ის ხალი არ ყოფილიყო, მაგრამ ხელით რო აიხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთ მომენტი არ ქონია დანის რომ აი დედა შეეშვი აღარ გინდა რა, აი თუნდაც ამ ხელა ისევ აქციაზე მითხარ ქონია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ძალიან დავაკვდი, მაგრამ ჩემი დაჭერის ეშინოდა. ამას პირდაპირ გეტყვი, ამაზე ნამდვილად უნერვიულია და ეგეთ შემზადებული მყავდა, რომ აი ვერტფერო რო დაგიჭირეს დახობაძე და ჩვენ ხო აქტიურად და კომუნიკაცია ქონა მესენჯერში რაღაცა და ანუ ერთჩვენიერ დღეს ჩემ მანქანას უტრიალებენ, მოკლედ უტრიალებენ და შემთხვევით დავინახე ზემოდან და გადავიღე და ერთადერთი მართლა რა აი როგორი გადატეხილი მქონდა შიში და პანიკა ამ ხრივ, რომ ანუ ეს გააზრებული მქონდა რომ შეიძლება დავეჭეროთ, მარტო იმაზე ვფიქრობდი აქციიდან ვიყავი მოსული რომ ბანაობა მაცადონ. ახლა იქ ახლა აი და მომზადებული აქციიდან ნატრიუმის ნუწავი. აზეც მე სულ წუწუნებდი, თან შეგვიძლია გავიაროთ. შედიოდი ხოლმე ამ სკოლაში? ბიდათ არა. არა, ჩამოვიდი. იცი რაზე შევდიოდი? აქ არის შადრევანი. ხო, მახსოვს და მე მგონი ხარ. მე და დანის ხო, გამორთული და მოვდიოდით. ხო, თან საგრიმერო რო გაქვს ადვილია გამოცვლა რა. და ამ შადრევნებში ვიდექით. ნანკა, იცი რა მაინტერესებს, ალბათ, აი, ეხლა დანიზე ვლაპარაკობდით და თავისით გაჩნდა კითხვა. და გაგძლიერებული ყავით, ეგ ქონა ახსნილი, რომ ანუ შეიძლება დაგიჭირონ, არის ნერვიულ, დამიჭირონ, არის ნერვიულ. კი, დედა ჩემიც ხა რა თქმა უნდა, დედა ჩემიც ძალიან ნერვიულობს, სულ, მაგრამ რაღაცა ფსიქოლოგია. აი, შენ რო აგრესია არ გაქვს არასდროს და ოღონდ ესეც ერთ-ერთი კითხვა ჩემი რო რანაირად ახერხებ, რომ აი რაღაც მაინც მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ხარ, არ ხარ ძალიან, მე არ ვარ თან რაღაცა ვარდისფერი ბარბი გოგო, მოდი ვაგერო. როგორ ახერხებ? სიტყვაობა მიყვარს. მიყვარს რა უბრალოდ ნუ აი ჩემი რაღაცა შეიძლება ესე სახალხო თარშვები, მაგრამ რეალურად ეგ ძალიან დიდი ნაკლი მაქვს ბილდ სიტყვაობა, აი პირდაპირ რაღაცა ამას აი ცარიალის კამი არის და იქ მივიდეთ, იქ დავსხდეთ. თეატრიც გამოჩნდა. ხო და ეგ არის რა, ბილდ სიტყვაობა არის ჩემი ნაკლი და ფოტოშოპის აქ იყო, მე რო გამოვედი ტყვეობიდან, მე მგონი აქ იდგა შენი მანქანა, მე შენ და დემეტრაძე მოვგზავნით. ეკა არ მიყვარს ეს აი ჩემი საგრიმერო იყო აი აივანის ბოლო. აი ის ფანჯარა ხო? ხო აი სულ ბოლო აივანზე სულ ბოლო. იყო ეგა. აქ შეგვიძლია ჩამოვსხდეთ. ბევრი ემოციაა ძალიან და რაღაცნაირად ხან გადავალთ ერთ თემაზე, ხან დაუბრუნდებით. ხო, ანუ და ეგ არის როგორ ვიკავებ თავს და იმიტომ რომ სულ მაინც ოპტიმიზმით ვარ, რომ გონია რომ ადამიანი შეიძლება გავაღვიძო. რაღაც მომენტში აი ამ პოლიციასთან აი მათთან საუბრის შედეგად, ანუ თან ძალიან ძნელია რა, ეს ოპტიმიზმით იყო, ბრმა ოპტიმიზმი, იმიტომ რომ შანსს არ გაძლევენ, რომ რაღაცნაირად დაგეხმაროს ადამიანი, რომ აი ეს ნდობა გააგიჩნდეს რა. მე ინსტიტუციაზე რაც უქნეს ამის ძალიან განვიცდი ამას, იმიტომ რომ მართლა დანი იყო, აი მართლა არმავი. პოლიციის მანქანას, ანუ არ უმაზავდით რა, სადაც დაინახავდა პატარა გარბოდა გიჟივით და სახლში პოლიციის მანქანები და ძალიან მოწონდა რა. ეხლა რაღაცნაირად ახლა ბავშვი რო ხარ ეთქვი ეხლა რომ ხალხი ანუ რეალურად არ ემსახურება ხალხს რაღაცა. თან მაშინ ესე ჯერ არ ჩანდა კიდე რა, რომ პატარა იყო. მართლა გავრულოვის ღამემდე დანი პატარა იყო საინფორმაციო წამყვანების ხმაზე ისეთ ტირილს იწყებდა, რომ საინფორმაციოს არ უყურავდი. რაღაცა მულტფილმების სამყაროში ვიყავი ჩემთვის. ცურავდი და დაძაბული. მან მივხვდი რა ხება სტრესი გვაქვს საინფორმაციოს რო უსმენ, რომ პირდაპირ ტირილს იწყებდა დანი რა. არ მოწონდა. არა, იმიტომ რომ ხო ნუ ამის ენერგეტიკა არ იყო ხა საბავშვო ენერგეტიკა რა. და ამიტომ სახში არ ირთვებოდა საინფორმაციო გავრულოვის ღამემდე, ანუ საერთოდ 24 საათიან გრაფიკში სუდანისთან ჩართულობა მქონდა რა. ნანკა აი ჩვენ ვართ ისეთ ქვეყანაში, არ ვიცი მე სხვაგან არ მიცხოვრია არასდროს და არც მიმოგზაურია ჯერჯერობით, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, ვერ ვიხსენებ სახლში მასწავლეს, ბაღში მასწავლეს დაწყებით კლასებში თუ როდის, მაგრამ აი რაღაცა იყო რა, აი რაღაც ზღვარი იყო, წითელი ხაზი იყო, ტრებთან მიმართებაშიც კი. ტრებთან მიმართებაშიც კი. პატივისცემა, ასაკის პატივისცემა, მე არ მახსოვს არც ერთი ცუდი მთავრობის დროს ქალებს ცემდნენ. სამართალ დამცავები. არ მახსოვს არც ერთი მთავრობი. აი სურო 90-იანები იყო ხალხო. 90-იანებში როცა ერთმანე ანუ რაც ხდებოდა ქალაქში ხო კატასტროფა. ერთი ფაქტი მითხარით
ტიტუშკებით გამოვარდნილები ქალები ეცებათ ქუჩაში. მე გითხრები არ მახსოვს. აც აი ამ ოცნებამ ამ ქვეყანას დამართა ესეთი ამორალური, მართლა ქუჩის აი ქუჩას ხა რომანტიზებას არ ვახდებ, მაგრამ ქუჩას თავის დაუწერელი კანონები ქონდა რა. და ქუჩის ბიჭი სხვანაირი იყო რა. ხები, ანუ არ არსებული იყო ანუ მტერი რომ მოდიოდა და გოგოსთან ერთად იყო ან შვილ ქალზე ჭორაობას მინიმუმ ჭორაობის გამო კაცაც კი რომელიც მოდის ცოლთან ერთად ან შვილთან ერთად ცალკე შეიძლება რაღაცა ქონოდა და ეჩხუბა და მაგრამ არასდროს არ გაეკარებოდა აი ეგეთი ქუჩის ბიჭები არსებობდნენ ადრე ესე შპანა არიან ანუ როგორ წარმოვიდგენდი რომ ქალზე ჭორაობა ნუ ეგ ცალკე როგორი მარაზმი აი სულ იქ ყოფილიყავი ანუ ვიღაცა ხო იყო რა მიშო მე ვიყავი თუ ვიღაცა იყო რა იმას ხო ჯერა რომ მე ვიყავი. ანუ ამას ან შეიძლება იცის რომ არ ყავდა სპეციალურად აი ნანკავი წერდნენ არ ვიცი როგორ არ გამიკვებია, იმიტომ რომ ბევრი ყველას გვწერდნენ მე მგონი აი ნოემბრის სისხლიანი ნოემბერი რო ქონდა კი. და იქ ერთ-ერთი რაც ნუ ძალიან როგორ თქვა არ შემეშინდა, მაგრამ დამზაფრა ეს იყო აი ცხვირწინ რომ აგაცლი მაგ შენ ნანკა კალოტოზე ფულს და იცი რა მინდა ხა სხვამაც მითხრა დათანას მინდა შევეხო. დარწმუნებული ვარ მიწერდნენ უამრავს და უამრავი არ გეტყოდა და ან გეტყვის მოგვიანებით როგორც მე. ოღონდ ამ შემთხვევაში მე გაგიფრთხილდი შენ როგორც მეგობარს, მიხოთ ვიცი რომ არ განარღვიულა ერთი მეორე მე ვიცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ იმ მომენტში სხვა ორიენტირი ქონდა რომ რაღაცნაირად ჩვენ მხრებზეც იყო პასუხისმგებლობის ნაწილი და ამიტომ არ გითხარ, მაგრამ ნახე რა მინდა კითხო, მე არ ვაკონკრეტებ არც ერთ იმ ჭორს, რომელიც შენზე გავრცელებულა, მაგრამ ის რომ შენ ბევრჯერ აღმოჩნდი სამიზნე იმისთვის რომ გაეშავებინე რომ აი რაღაც როგორც ქალს შეგხებოდნენ, როგორც მოქალაქეს შეგხებოდნენ, როგორც ადამიანს პიროვნებას, მათ შორის მსახიობსაც, აი ზუსტად ვიცი რომ ამას აკეთებდნენ, იმიტომ რომ შენი რეიტინგი არის მზარდი და ფაქტია გეუბნები, ჩემი დავალება არ არის, ანუ არ მიხდის ამაში არც ფულს და არც ისე არ უთხოვია ესე გეხვეწები აბა ადამიანურად, ძმურად თუ დურად მიდი გაარკვიე. იმის თქმა მინდა რომ აი სადაც ვკითხულობ, მე ნეგატივს ვერ ვეძებ, მაგრამ ეს ჭორები, ანუ ვერ მოვძებნე ნეგატიური პასუხი და შენც კარგად იცი რომ ბევრჯერ იყავი ამის მსხვერპლი. იცი რა განსაკუთრებით რომ აქტიურდები. აი ხო, რაღაცა ერთი განცხადება, მეორე განცხადება, მესამე სტუმრობა ტელევიზიაში და იწყება მეორე მოსვლა. აი მაინტერესებს აი ამ ალია ქოთში, მაშინ როცა არ ვიცი მიირთმევ ყავას, არ ვიცი გადაშლილი გაქვს წიგნი და თუ ბაქჭა კიდევ ამისთვის რო კარგია. ხო, აი რაღაც. ანუ კონცენტრაცია მასწავლებელი. ნუ რაღაც არ წყალს რომ მიირთმევ. როგორ უმკლავდები, თან ოღონდ შენ ხარ ის ადამიანები, ვიზეთ ცოტა ბოროტი ჭორები ვრცელდება. ცოტა. შევარბილე, შევაცნობე. ანუ შეურბილებ ხალხს ცოტა არა. აი ხა აქაც კომენტარებში გამოჩნდებიან ეგ ხალხი. არა უშავს კომენტარებში. ანუ გვაწყობს პირიქით, ხო ხო ვამუშავებთ, მათ ვერც ხვდებიან. რა თქმა უნდა. მიდი ამუშავეთ ვიდეო. ჩვენ რო დაგვიწერთ თქვენ ჯიბეს ავსებენ, არის ვიდეოცით თუ არ და 60. აი ეგრე უყურებ. ესე? და მორჩა. ანუ ბლოკავ. ანუ ეს ადამიანები ხა აი ვინც რეალურია თან. ანუ აი თან ანუ რო იცის რო იტყუება. თან ხო იცის რო იტყუება. აი რადგანაც შემეხოს ემოციურად მართლა ვერ ხვდები. მე მაგას სუმეცინება მაგრამ არა არის ადამიანები ვინც განიცდენ ხა მაგათ თქვენ დეჩემ შეიძლება ეხებოდეს არ მომატყუებთ კი არ გეტყვი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი არ მომატყუებ მაგრამ ოც ხა ის მაგ ცოტა ანუ არ მქონია ჯერ გონია რომ მე წერა ამ ინტერესებს და დეჟავი ნანკა ქუჩაში მოსულა მე აი რაღაცა აგრესიული აუ ეგ იყო ძალიან სასაცილო იყო მე და დანი მოვდივართ და რამდენი წლის წინ ხდება ეს ამბავი და აი ნაცო ხო გონან რომ გიწერენ ნაცხრობა ნაცექტის ბოზი ვარ მე და ნაცხრობა არ ვიცი ვინ არის იმათ რასაც მიწერენ იმას კი არ ვიცი და უცებ ესე მერიოთან ჩავდივართ მე და დაინ და ორი ბიჭი და გაუნათ და სახე უცებ გავუხარდი და რაღაცა და მივასალმეთ ერთმანეთს და გაიარეს და რომ გაიარეს გზაში გახსენდაც რომ რაღაცა ეტყობა აცი უკვე ტიტუშკები არიან სავარაუდოდ ეს ორი ბიჭი რაღაცა ნეგატივი უნდა ქონოდა ჩემს მიმართ ანუ რატო გავუხარდი და ვესიამოვნე და სადღაც უკვე რომ გავსით და მიშას და აგინებენ მიშას რა მე და მოვტრიალდით და აი რავი რა გითხრათ აი ხვდები ანუ ერთხელ იყო რეალურად
ალბათ მე არა, სხვა საკითხია, უბრალოდ ჩვენთან გამოხატეს. მე ალბათ მე შემეხნენ ამით თუ რაღაც ამბობენ. ანუ აი ესეთი ადამიანები არიან ძალიან, ანუ ხომ არა, ხო, მე ვიცი დავუშვათ ჩემი ემოციური კალაპოტი როგორი არის ხოლმე, საზომი როგორი მაქვს დავუშვათ. დანის აქ ხოლმე, ხო, აი შეფასების. არა, აი მაგალითად მე მაგ ხოლმე მე ხო ეკოლოგიაზე ხო ისტორიკას ვაწყობდი ხოლმე და მაგაზე შორტგებოდა ხოლმე რა, იმიტომ რომ შავი გამონაბოლქვით რაღაცას წინ რო ხედავდი, მანქანით მივსდევდი და ბავშვი მეხვეწებოდა და იმალებოდა. ნუ აჩხუბები და ერთხელ მიუვარდი ეს სადღაც ვაკეში, აი გაიშავი ბოლი და ეს გვერდზე გადგა ბავშვი მე არ გიცნობ და მეთქი როგორ და ხალხს კლავ რაღაცა ამბავი. ხუბობა ალბათ მაინც. არა, მე გავიარებ და დათვალიერება ეგ როგორ გაიარე, ამაზე ცალკე და ნუ აი ეგ აქ ხა, მაგრამ ესეთ ადამიანებს ხა არ არაობებს, რომელიც აი ბავშვთან ერთად რომ მოვდივარ და ბედავს იმას მართლა კაცობაზე სასამართლოზე იყო გენიალური ისტორია ამ დროს სასამართლოზე სანამ შევავთ მანამდე აქვთ ვიღაცებს ძალიან ბევრი ხალხია რა და რო გესმის რომ აი ჰოლივუდი დგას იმიტომ რომ კვირიკა რაღაცა სახეობდა რაღაცა აბუჩა დაგდების მცდელობა რო არის რა და ერთი გამომელაპარაკა რა რატო ხარ თუ ანდრო რაღაც თქვენ ჩვენ კურდულზეო და მე გრას ნიშნავს თქო რა და რაღაც ბევრი ადამიანი იყო დაჭერილი აი ამ რაღაცა არ ვიცი რაღაცაზე მოკეთ რაღაცა არ ვიცი 18 კაცი ერთად დაიჭირეს ხო რაღაცა სადღაც რეგიონიდან რეგიონში აღარ მახსოვს სად მეთქი ეხა კარგად მომისმინე თქო რა ხდება ანუ კაცური კოდექსი რა ეს ჩამოუთვალე რა შეძახიან აი ამ სამყაროს თვითონ რა აი სასწრაფო ძალიან სწორად გაიარა დასამარებული ეგ სუბკულტურაც კი მკვდარია თუ რამე რეალური შეიძლება ყოფილიყო და არაო კაცო აქ ის ასაკოვანი კაცია რომელსაც ეგ ესმისო და მეთქი რა ვიცი რა ესმის მოდიან ტიტუშკები გვირტყავენ ქცემენ და მე აუ ქუჩური და ბიჭური და კაც რაღაცებს აი რაღაცა ბოდოაშიან არა ამ კაცის აღზრდილია ყველა ესენი აი ხალხია დაჭა ახაც ბოდოა სრული რა და აი მართლა ვინც მე არ ვიცი აი იმათ ხო შობლები წყავთ ეხა ვიღაცებს აი ტიტუშკებს მართ აი როგორ ტეხავს ტიტუშკა ხო მე ხშირად მიკითხავს ხოლმე რომ აი როგორ ძინავთ მეთქი და ვიცნობთ თან ამ ტიტუშკებს ძალიან ბევრს უბრალოდ ტიტუშკა შეერქვა აი ძალიან ბევრმა თავის კლასელი იცნო თავის ვიღაცა იცნო ძალიან სამართლიანოები არის მე ახლოცრიდან არავინ არ აღმომიჩენია მაგრამ აი ნახე რისკ მომიდა სუსტა შეკრული რო ხარ და მე ქუჩის ბიჭობაზე რო გაქვს პრეტენზია როგორ ხდება რა შეუბნება დედა აი სახლში რომ მიდის მისი შვილი და მოდი ესე ვიკითხოთ მე აი სპეცნაზის დედის კადრი გახსოვს ინტერვიუ რომ მეო თავს არ იქნებოდაო ჩემი შვილი იქო იმიტომ რომ მეო წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ზემოთ ვერ ავწევო რა იმიტომ რომ მითხავ შენ თავი დასახრელი არ გექნებაო და ის ქალი მახსენდება სულ რამდენ დედას უწევს თავის დახრა რომელიც განიცდის რომ უმეტეს შემთხვევაში თავს ხრიან ნუ როგორ ხა ცაცხი მოსამართლის და როცა ხვდება გარეთ მისი ძმის გასამართლებულ ადამიანებს და ეხუტება და ბოდიშს უხდის ეს როგორი მძიმე შემთხვევაა რა მოცემულობაში აღმოგვაჩინა რეჟიმმა რომ ყველაფერს ვცდილობ რომ რაღაცნაირად აი ცოტა მეტი დრო დაუთმო თავად ნანკას და მის პერსონას და ანუ ესე მეც ესე ვლაპარაკობ რაღაცას რომ მეკითხებიან მინდა არ მინდა უცებ აი პასაჟი აი იმიტომ რომ მაგაში ხარ ამაში ვარ თამაში ვიხარშებით და დარწმუნებული ვარ მიხვდებით აი სრულად როცა ნახავთ ამ ინტერვიუს ნანკა იცი რა მაინტერესებს მე ვიცნობ შენს მასაც იცი კარგად ისიც უნდა იყოს ჩემი პოდკასტის სტუმარი და ვიცნობ დედასაც რომელიც ნუ ძალიან მიყვარს და აი ესე მინდა დავსვა კითხვა რომ დავანახოთ საზოგადოებას მეორე მხარეც იქით გავიგე ნუ დაახლოებით მეც ესე ვფიქრობ არ მგონია რომ ყველას დაუშვათ დედა ბოროტი ყავს და აი ეს ბოროტება დაუშვათ ქალის თმით თრევა დასისხლიანება დალეცვა რომ დედებმა ასწავლეს და მოდი შენ მითხარი ასე აი შენ როცა ბრუნდები ახლაც სახლში ნუ ახლა არ არის დაუშვათ ეს სისხლიანი ნოემბერებით არ არის ასეთი დაძაბული მაგრამ თვითონ ქვეყანა არის რეალურად სულ ვითარებაში და რაღაცნაირად აი კითხვა რომ დავსვი აი რას გეუბნებოდა დედა ჩემი ანუ ადამიანი რომელიც ასე არ იმჩნევს ხოლმე და არ გეუბნება მაგრამ სულ ნერვიულობს კი და თან ხანდახან ანუ თან მე რა ვქნა ხან არ გავიდე როგორ არ გავიდე ხო თქვენს რო იქნებ თავი შეიკავო ამ რაღაც ესეთ კი დაგონ იცი როგორ მითხრა რომ შენი შვილისთვის ხო იბრძვი და ძალიან დააკლდია
ანუ შვილის ფაქტორით იყო იცი რა, ხომ მართლა ძალიან დავაკლდი რა, იმიტომ რომ აი სასამართლობის მერე უფრო მომეცა შანსი რომ უფრო წარმოგიდგენთ დილიდან, ამდენი სასამართლო პროცესი იყო, დილიდან 6-მდე ვიყავით სასამართლოებზე და მერე რაღაც 1 საათი სახლში ავრბოდით და 8 საათიდან ვიყავით ქუჩაში, ხო? აი როგორი ხარ? ჩვენ მაგალითად აი ეს აღრთოვანებას იწვევს ის, რომ თუნდაც აი ეს რაც გავიხსენე რამდენიმე წუთის წინ, რომ აი თქვით მოქალაქე ნანკა კალატაძეშვილი. მე ვერაფერს ვერ აღვხსნით დედა შენს და ვერ ვასწავლი იმას ზუსტად იცის როგორი ხარ, მაგრამ აი მაშინ როცა ჩვენ ვამაყობთ დედას რა ემოციები აქვს სახლში? როცა თუნდაც აი ეს პატარა გადალაპარაკება, კითხვა-პასუხი გაქვთ. ნუ ახლა ყველა დედას ალბათ სიამოვნებს, როცა რაღაც უბრალოდ მართლა ძალიან ნერვიულობთ, რომ ხან ელოდებოდა რომ ხან დასისხლიანებული მივიდოდი, ხან ნაცემი მივიდოდი, ხან დაჭერილი ვიქნები, ანუ სულ აქ რომ ერთ ჩვენი დღეს სახლში არ მოვიდე, იმიტომ რომ დამიჭირეს ან რაღაც ესეთი რა. აი შენ თქვი მაგრამ ძალიან მოწონს რომ კულტურულად ვაპროტესტე. არ გაქვს ის რაღაცა აგრესიული ფორმები. ნანკა მე რო დაგისვიკითხა წაგართვეს თეატრი თქო, მითხარი რომ მოკლესო და რაღაცნაირად რო დავაკავშირო კონტექსტი, ხო? აი ჩემი თავისუფლებაც არის დაატყოვეს მინიმუმ. აი მაშინ როცა ჩვენ რეალურად თან ვიბრძვით, თან ვაგრძელებთ ცხოვრებასთან, იმაზეც ვფიქრობთ, რომ რაღაც დროს უნდა დავუბრუნდეთ იმ ჩვენს საყვარელ სივრცეებს, ხო, პროფესიას, რამაც რაღაც მხრივ გვაპოვნინა საკუთარი თავი. როგორ ვფიქრობ? ცხოვრება დავიბრუნდეთ. რა არის ადამიანის, არ კითხავ ასე როგორც ქალის ამ შემთხვევაში. ეს ზოგადი კითხვა მექნება, როგორ ვფიქრობ, რა არის ადამიანის ცხოვრებაში მთავარი? რაც დაუშვათ ან თავიდან აღმოგაჩენინებს საკუთარ თავს, ან მიგახვედრებს, რომ მანამდე არასწორად ცხოვრობდი, ან მიგახვედრებს, რომ სამომავლოდ რაღაც თუნდაც აქტივობა, ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება, აი თუნდაც როცა ამბობ, რომ მოქალაქე, მე ვგრძნობ, რომ შენ გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ აი რაღაცნაირად არ მინდა ვღუნთ, რომ დისტანცირდე საკუთარი თავისგან, პირიქით რა გამოცდილებაც გაქვს რამდენი წლისა, ცხა რაც გიკეთებია, როგორც გიკეთებია, გითქვამს და თან შენ გამოირჩევი იმით, რომ ნებისმიერი ფორმაციის დროს, ანუ ნებისმიერი ხელისუფლებების დროს, სხვადასხვა დროს უამრავი რამ გაქვს გაპროტესტებული და ამის არქივი არსებობს. მე მგონია რომ სიყვარულის არის ძალიან ბევრი მამოტივირებელი სიყვარული ქვეყნის, შვილის, სიმართლის, მეგობრობის, პროფესიის, ეს ძალიან ბევრი რაღაცას გაკეთებინებს რა. მე ესე ვარ რა. და მე მართლა დანის გაჩენის მერე გასმაგებული პასუხისმგებლობა მაქვს შერთული რა. მანამდე კი ვაპროტესტები იმის დროსაც, ამის დროსაც, მაგრამ ისე რომ ქუჩიდან აღარ გავედი, ეგეთი ახლა არ ყოფილა რა მართლა 6 წელი გავრილობის ღამიდან რომ მივხვდი უბრალოდ ჩემს შვილს რა ქვეყანაში ცხოვრებას უმზადებენ, აი დედა რო გავხდი, მან ძალიან გამიმძაფრდა რა. შეცვალა შენ ცხოვრების სტილი. ძალიან არა, მივხვდი რომ მე მე უნდა დავუტოვო ქვეყანა ბავშვს, სადაც არ უნდა ეშინოდეს ქუჩაში გასვლა, სადაც არ იქნება რომ ნარკოტიკს ჩაუდებენ. ანუ რა ქვეყანა, ანუ ბიჭი მეზრდება და ეს ხო მახსოვს რა სიგიჟე იყო, ნარკოტიკებს უდებდნენ ადამიანებს. ქუჩაში ისროდნენ, კლავდნენ, რაღაცა კოშმარები ხდებოდა და უცებ აი იგივეში რომ მოდის და პატარა რო არის რა, მაშინ პატარა იყო გავრილობის ღამეს, ხო 6 წელი გავიდა. და რო გონია რომ რაღაცა შეიძლება და უარესი და დღეს რო პირბადაზე და ტროტუარზე დგომისთვის რო იჭერენ და მართლა რა ვიცი, ნარკოტიკი ჩაგიდეს ადამიანს ცხოვრებას გინგრევდნენ 20 წელი, ანუ კლავდნენ რა. 20 წელი თუნდაც რომ ჩაესწრა მორთა 20-ის მერე რო უადომოდეს, იქ ზოგს ჰქონდა რომ აი 20, არა 20 უადომო. 4 წელი და 5 წელი. ანუ ზეც ცეცხლაძის მამა, ანუ ზურა მოდიოდა ხოლმე და სულ ხვდებოდა რომ ანუ შეზე ახლა ან გეხვეწებენ ნაკა. არამდე რამეს ვიგებ ახალ ჩემზე? ის არის არ იმას ქნაო რა, არ ინერვიულო რომ ანუ 20 და 8 კი არა, ერთიც არ უნდა იყვნენ, ეგენი რომ ვიბრძოლოთ და ეს სასამართლო პროცესი როგორ საოცარი ხალხია მართლა თქვენ მშობლება იყო. აქეთ რომ გვაძლიერებ და ყველა რა. ხო და აი შენი სასამართლო პროცესი რომ ახსენდება უბრალოდ მაინც ბოლომდე რომ ანუ ისე ცუდად გავხდი სანამ თან ის ხალი ხო სპეციალურად ჩუმად ლაპარაკობდა რომ ვარ გვეგوارაზოს დროს არაფერი ანუ გამივარ და ისტერიული ტირილი არ მინდა თან რომ დამინახო არ მინდა რომ იმიტომ რომ ვინერვიულე რომ ეხა რომ უბრალოდ სხვა რამე გავიგო მე მახსოვს რაღაც კადრი მარა გეჭირა და რაღაცნაირად სახეს ფარავდი ანუ ეგ იყო ხო ნუ ეს მალვაში იმიტომ რომ ანუ არ გენერვიულა იმიტომ რომ ეხა ანუ მე უკრიდან მომკიდა ანადოი, იმიტომ რომ ის თავის ხტუნაობა ვეღარ ვაკონტროლებ თავს, იმიტომ რომ ვერ ვიგებდი რას იძახის ეს ქალი. და მეთქი ეხა უბრალოდ ხა ამარ რა ეს გაბედოს და უსამართოდ მართლა ამდენი წელი გამოაცხადოს.
და ნუ იყო მართლა აი შენზე დაახობაძეზე უბრალოდ ეგ რო ვერ გაბედე. აი ორი რაღაც იყო უბრალოდ არ მიყვარს. ხო იცი? ის მაისურ კიდე მაქვს სახში. და კონდეს და მე ძალიან ამაყი ვიყავი ფოტოები რომ შემომიგზავნეს და რომ ნახე ორი ამბავი იყო აი ეს ჰოლივუდის რაღაც იქ პროცესებზე ვანდროს პროცესამდე ვიღაცები იყვნენ და სხვათა შორის მე მაშინ როცა ეს დიდი unboxing-ის დღე და ან ყველაზე დიდი ტყუილის დღე რომ მოვაწყვეს მაშინ თქვი რომ არ ვიცი ჰოლივუდსაც ალბათ შეშურდებოდა კი გამარჯვებული ეგეთ რაღაცები არ თქვა მაგრამ ნუ არ ვიცი მე ზოგადად ესევა რომ მინდა რომ ჯერ საკუთარი დავაფასო და მე გავწდე ქვეყნის საზღვრებს თორე არ ვიცი მეც მყავს უამრავი ფავორიტი მარტო მერილ სტრიპი არა ახალ თაობაშიც და ასე შემდეგ და მეორე კიდე რის მოყოლა მინდა და იცი და მე მგონი მოგიყევი კიდეც აი ას მოსვლა და რაღაც აგრესიის გამოხატვა ერთ-ერთ სივრცეში ცნობილი სივრცეა და სტეფანეს კონცერტი იყო და ოღონდ სცენა ესეთი ეპიზოდი სტეფანა იქიდან მიკროფონში say პუტინ ხუილო და არის ერთი ამბავი და ეს დარბაზი პუტინ ხუილო და უცებ ვიღაც წრიალდება და მეუბნება რომ მოდიო სელფი გადავიღოთო და კარგი მეთქი და ეს სელფი რო გადავიღეთ და უცებ ნუ არაფერი რატო უნდა უთხრა ახლა ადამიანს სელფი გიცნო რაღაცა გაუხარდა და უცებ აი თავს ვატრიალებ და მესმის რომ ეს ია თუ რაღაცა არ ვიტყვი მაინც ბოლომდე ხო და მოვტრიალდი და მეთქი რაც თქვი თქო ანუ არ არის ეგ სწორი თქო იმიტომ რომ ჩემს ხვირწინ თქო ანუ მიღიმი მეუნები რო აი თუ შეიძლება თქვენთან სელფი და ოღონდ ორ წამში ნანკა კოცის აი ანიდან ჰოემდე ხო ყველა ყველაფერი გაიხსენა ყველა სხვა გინა თან მამა ჩემიო უსამართლობის მსხვერპლიო და აი ბოლოს მოვდიოდი და ვამბობდი რომ ანუ რანაირ დღეში უნდა იყო თქო თუ კი ეგეთი კატეგორია იმიტომ მე სხვა შემთხვევა არ მქონია ესეთი და როგორი კატეგორია უნდა იყო თქო რომ მიხვიდე თან პუტინ ხუილო იყვირო თან სრულიად მე საწინააღმდეგო გააკეთო და მე ბოლოს იმიტომ რომ სადღაც შერცხვი არ ვიცი შეიძლება გადაგზავნა არ ვიცი რომელიმე პროპაგანდისტთან ან მართლა სუსტან მომუშავე რაღაცნაირ ტიტუშკა ბიჭების რა უქნის ხო? ხო და აი რატომ მოვყევი? ჩვენი სამეგობრო რაღაცნაირია ძალიან მრავალფეროვანი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანია და ნუ არ პატარებიც არ ვართ რეალურად რომ დავუშვათ უმეგობრო ადამიანები ვიყოთ და რაღაცნაირად აი სულ არის ეს კითხვა რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ აი ეს თანაცხოვრების ნაწილში, აი როგორ ხედავთ ხვალინდელ დღეს და თან ისიც მინდა გავარკვიო უფრო მეტად ოპტიმისტი ხარ თუ პესიმისტი, მე მაინც ოპტიმისტი მგონი ხარ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ აი შენი ცხოვრების რეჟიმი ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ინტერვიუში ნათქვამი გაქვს რომ დიდად ასე სახალხოდ გამოფენა, მოდი ასე დავარქვათ, ეს ბანერი ვიტკიდება, არ გიყვარს, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა. უფრო მეტად ოპტიმისტი ხარ თუ პესიმისტი, ერთი და მეორე, როგორ ფიქრობ აი ამ წიაღსვლებში, როგორ უნდა ვიცხოვროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ვიცით რომ ნუ გავიგეთ რომ ჯერა რომ დედებს არ დაუვალებიათ ჩვენი ლეწვა და მტროევა და გამოკეტვა. აი ხვალინდელ დღეს როგორ ხედავ, როგორ იქნება ის საქართველო? მაგას ხო ვიაზრებთ რომ აი ამ ხალხთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და ლეწვაზე მეტად მე ის ხალხი მაწუხებს რომლებთანაც აი ხო ნუ აი სხვადასხვა მთავრობის დროს აი სულ ეგ იყო რომ მთავრობები ეზიზღებოდა ხალხს მაგრამ ეს ერთმანეთის ზიზღი მე არ მახსოვს ხოლმე და ამდენი ნაცნობი რომ კარგი ერთმანეთის მეგობრები არ ვიყავით ახლა მაგრამ კარგი ნაცნობები ვიყავით ყველას ხო აი ვინც ახლა იმეჯშიც არის ვინც ანუ მართლა რამდენი ყველა ერთმანეთთან ანუ ეს წელი იყო აი ილუსტრაციის არ ვიცი საოცარი პერიოდი გავიარეთ და ამ ხალხთან როგორ უნდა ვიარსებოთ არ ვიცი ახლა მე არ მინდა გავაგრძელო ისეთ ცხოვრება როგორც ქოცებმა ატარეს ეს წლები და აი მე არ მახსოვს შენ სადიდექი მაგრამ მე ხო ეს სულ მემახსოვრება რომ საქართველოს ბედი როცა წყდებოდა და შენ ნაცნობს ასისყლიანებდნენ გარეთ ხმა არა მოიღე ეს ძალიან ამის დავიწყება ძალიან რთული იქნება მაგრამ ამ წყენით ცხოვრებაც არ მინდა იმიტომ რომ მგონია რომ წყენით ცხოვრება რაღაცა ციხეში ჯდომას გავს ჩემთვის რომლიდანაც ვერასდროს ვერ გამოხვალ ხო ანუ მე მირჩევნია რომ ანუ არ დავივიწყო დასკვნა გამოვიტანო, მაგრამ ჩემი კეთილდღეობისთვის ანუ პატიებას ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ აი აპატია შენი სიზუსტე კი არ არის, უბრალოდ რომ მოვიშორო ამ ადამიანზე ფიქრი მარტივად გეუბნები ნეგატიურად რა. თორემ მე ციხეში ჯდომა არ მინდა, ეხლა წაღვიქვა აი ამას რაღაცა ციხე, სადაც სულ წყენაში და ბრასში ვარ და ამიტომ რაღაცებს ვიშორებ ხოლმე რა, მაგრამ არ მოვიწყდება. ყოფილა ამ ბრძოლაში, მოდი ასე ვთქვათ, აი ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ისეთი ეპიზოდი, როცა არ ელოდი
აი იმედგაცრუება შეგნებულად არ ვარქმევ. იმიტომ რომ ყველასთვის სხვადასხვა რაღაცა, მაგრამ აი ადამიანი ვისგანაც უბრალოდ არ ელოდი იმ სიჩუმეს, ან იმ მდგომარებას. კი, ძალიან ბევრი. არა, მე მგონია რომ ჩემ პოსტებით და აი ვწყვეტ ყველანაირ კავშირს. მე არა, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომ უბრალოდ ვითომთან რო არ ემხრობიან ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ჩუმად რო არიან. აი ეს კონფორმისტები კიდევ უფრო საშიშია რა. ეხლა ვიღაცა მართლა ჯერა და გიმტკიცებს რაღაცას, ეს კიდევ სხვა ადამიანი მაგრამ რო იცი რომ კონფორმისტია რა. და რო იცი რომ ამ ადამიანთან მეგობრობდი, რო იყო. რანაირად, რა ფასეულობებზე რანაირად, ხო და სადღაც აღარც ნანობ რა, მართლა ეს პროცესი რო ესე გაიწელა და 400 და 500 დღე გვიწევს გარეთ დგომა, აი ამ რაღაცა კლიმატის გაწმენდისთვის საზოგადოებაში არის ძალიან იმედი გაქვს რომ მალე იქნება თუ უფრო გვიან, თუ საერთოდ ამ ეტაპზე ვიმედოთ ხა. რომ ფინალი როგორი იქნება? აუცილებლად კარგი იქნება. იცი რა, ალბათ თავის დროზე იქნება, იმიტომ რომ ხალხს კი არის, რომ აი ვიღაცები არიან ემოციურად, რომ აი დროზე და რაღაცა. მეც კი ყველაფერი ძალიან მინდა რომ დროზე ყოფილიყო, მაგრამ ეხლა რო ვიაზრებ, რომ იმ არჩევანით რა არჩევანიც გავაკეთე, თუნდაც იმ არჩევნებზე. ანუ და ეს პარტია მოსული არ არის და უკვე იმედი გამიცრუა. ხდები? ანუ რაღაც მომენტში ალბათ ტყუილა რაღაცები არ ხდება რა. და უნდა გაიწმინდოს და ილუსტრაცია მოხდეს და ყველამ თავის სახე გამოავლინა და დაგვანახა და რაღაცა გააზრებული არჩევნები იქნება ბევრად, მე მგონი, როცა მოვიპოვებთ ამ არჩევნებს და საზოგადოებაც გაზრდილია, პასუხისგებლობებიც იზრდება რაღაცნაირად და ტყუილა არ ხდება არაფერი რა. მე ესე უყურებ. როგორ ფიქრობ, აი საზოგადოება რადგან ახსენებ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. და თუ ეს საზოგადოება, რომელიც თანხმდება აი ამ წესებზე ცხოვრებას, რაც ახლა ხდება, ესეც უნდა ვიცოდე, რა თუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვს პრობლემა, რომ პირბადაზე დაიჭირონ და გვერდზე ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდონ და ქალს ურტყან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ ეს ყველაფერი ეს გარემო და გონია რომ მარტო მას არ შეეხება და ამ დროს მის შვილს შეიძლება შეეხოს და ყველა შეეხება არაჯანსაღი გარემო ეხება ყველას რა და თუ ეს ადამიანები და თუ მართლა უმრავლესობა არიან როგორც იძახენ აი ამაში ცხოვრებას აპირებენ და ამაში ცხოვრება მოსწონთ მაშინ ცხოვრობ მაშინ მე რაღაცნაირად გადავაფასებ და რაღაცას გიფიქრია სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე? არასოდეს სხვათა შორის არ მიფიქრე სხვაგან ცხოვრებაზე და ალბათ იმიტომაც არის რომ ეგ არის мотиваცია რის გამოც სხვაგან ცხოვრებაზე რომ ფიქრობ. აი დისკომფორტს გაურბი ხარ ამით, იმიტომ რომ ზოგი ხეც რას ამბობს, რომ კი წავიდოდი, მაგრამ აი აბარგება და გადაბნო რაღაც სისულელე და. ხო, მაგრამ ნუ ესეც ცხოვრებაც ხო ძალიან პრობლემატურია ხალხ სამართლობაში რა. ისიც არა, მე რომ სხვაგან ცხოვრებაზე მეფიქრა მგონია რომ ესე ვერ ვიბრძოლებდი, იცი? ანუ უფრო მეტად ორიენტირებული იქნებოდი სამყარო გეგმებზე. სხვაგან ცხოვრებაზე რომ მეფიქრა, დავიწყებდი სხვაგან რაღაცა სხვა გეგმების დასახვას და აქამდე მივხედავდი ჩემ თავს და ამ ჩემ შულს რაღაცა უფრო ჯანსაღ გარემოში წავიყვანე, მაგრამ არ მინდა, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ და ჯერა რომ ეს ქვეყანა რომ გიყვარდეს, მართლა რომ უყვარდეთ იქ ვინც მოდის მართლობაში და ამდენ ფულს არ იპარავდნენ, ასეც იპარავენ და რეალურად სოფელს მოხმარდეს, ანუ ჩემი ოცნება ძლიერი სოფელი კონდეს ქვეყანას. აი ვოცნება ძლიერ რეგიონზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ძლიერი საქართველო. დანკა, როდესაც გიფიქრე რომ შეიძლება შენი ცხოვრება ისე შემოტრიალდეს, რომ უფრო მეტად იყო აქტიურად, აი სისულელეს გეკითხებთ რაღაც მეცნიერება უკვე, მაგრამ გონია რომ არ გიფიქრია, მაგრამ აი პოლიტიკოსი ნანკა კალატოზიშვილი თუ არა პოლიტიკაში მყოფი, აი თუნდაც რაღაც აი კულტურის მინისტრის, აი ვაიბე. არა, არასოდეს და მე მინდა ისეთი ქვეყანა ზუსტად აი მაგისთვის ვიბრძვი, რომ სპორტსმენები, ან განათლებით, აი კონკრეტული განათლებით და ცოდნით ადამიანები არისხდნენ, უბრალოდ მაგის გარეშე ადამიანი არისხდნენ პარლამენტში და არ წყვეტენ ადამიანებს. და ჩვენ ვეძებდეთ რაღაცა ალტერნატივას. კი ბატონო, მე ყველამ თავის საქმე რო აკეთოს, ამიტომ პარლამენტში უნდა იჯდეს ისეთი ადამიანები, თავის საქმე აკეთოს. მე ხო არ ვატანები ამ პარლამენტში. მე ვარ მოქალაქე, რომელსაც უფლება აქვს რაღაცები არ მოწონდეს. იმიტომ რომ მე შენ აგიყვანე სამსახურში და ჩემი ოცნება კიდე ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ მოქალაქეების ავუმაღლო ეს თავის მოქალაქეების პასუხისგებლობა იმ მხრივ, რომ ნუ უყურებენ პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს ქვემოდან ზემოთ, იმიტომ რომ ეს არის თვალში გაყრილი კონტრაქტი, სადაც მე ვქირაობ ამ პოლიტიკოსს და ეს არის მისი საქმე, მე ვიღაცას თქვა ვქირაობ, შეიძლება თქვა ხალხო მიმტან
მიუტანი და მე დამიქირავოს როგორც მიუტანი, ან როგორც მსახიობი. ხო, თავის პასუხისმგებლობაა. რა. და მე ადამიანში ნუ მოდიხარ პოლიტიკაში. მე არ ვქირავ ადამიანებს. და დავამატებ ერთს. ნუ გონიათ რომ არიან ან აი მე ეს ერთხელ თქვი რომ ცის კაბადონი გაიხსნა და აგებოს დაიშვა. ზემოთ არ უნდა უყურონ. ეს რაღაცა მეფეების და რაღაცნაირ ბელადოვანი უნდა მორჩეს. შენ უნდა მიხვდე ნებისმიერი მოქალაქე. აი ყველაზე ღარიბი, ერთი თეთრიც რო არ გიდევს ჯიბეში, რომელსაც გაგაჩნია ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე. ხმა რომლითაც ქირავ ამ ადამიანს, როგორი მილიონერიც არ უნდა იყოს, მას სჭირდება შენი ხმა. შენი ხმის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებს. ხო ფაქტია. აუ ყველაზე კრინჯი პოლიტიკოსი. ყველაზე კრინჯი პოლიტიკოსი. თუ გინდა არ მითხრა. თუ გინდა მითხრა. ოცნებაში ანუ აი ეს კაცი არის საოცრება იუმორის გრძნობა რო არ გააჩნია და არ ჩერდება, არ ხუა. სულ ცდილობს რაღაცა იხუმროს. ცოტად მოფრანგულო რაღაცებს რო ცდილობს რომ აი რა რაღაცა ენაციცის ხო მივხვდი გამახსენდა ეგაც კი კრინჯია რა აი თან რაღაცა თვალებში ძალიან ყალბია აი თან ეს ძალაც არა აქ რაღაცნაირად რომ მათ ყველა კრინჯია ანუ მარტო რატო უნდა ენდოთ იცით იმიტომ რომ ანუ აი ღარიბაშვილი გაიხსენეთ როგორ იჯდა ეს ხო აი თეატრში არსებობს ესეთი ფრაზა ნაიგრიში, ანუ ხელოვნურად ნათამაშები, აი ძალიან რომ მოინდომებთ რომ გეტყობა ხელოვნური ხარ. ხო, აი რო გადააჭარბებ. აი მე არა ოპოზიციაში ზუსტად ხდება. ისეთ ცუდი თამაში 1-2 ხო და აი ოპოზიციის კრინჯი. ისეთი ცუდი იყო, კაი ოპოზიციას დავინდობ, ხა არ არის მართველი ძალა, მაგრამ 1-2 ისეთ ნაიგრიში იყო რომ აი ეს ვიჯექ ეკრანზე ხო რატო შეები ამას ვაიმე აი ესე რომ ეს სხვათა შორის ბევრი წლის წინ შენ მასწავლე ეს შეგვიძლია გადავაგდოთ ვიღაცას დაუვარდა ვიღაცას შენ მეუბნებოდი იყო ესეთი ამბავი სახლშიო აი იმისთვის რომ გავარკვიო ადამიანი გულწრფელია თუ არაო ხმას უთიშავ ხოლმე და ესე ვაკვირდებიო და მე სხვათა შორის ბევრჯერ გამომადგა ეს და განსაკუთრებით დიდი ქოციანობის ჟამს. ბევრჯერ ანუ ეს ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად ხაბე არის მე თუ მკითხავ, ანუ კარგი შემსრულებელი, ვიღაცები ხო არის? უნდა იყოს კარგი შემსრულებელი, მაგრამ აი არ უნდა იყოს მართლ პოზიციაზე. როგორც მსახიობი ხაბე რო დასვეს რო აირჩეს, თანამდებობა რო შეეცვალა ან გულისხმობ ბოლო მოვლენებს ხო? ხო, აი ბაკუჩავამდე ხო იყო ხაბეიშვილი. ანუ ნაციონალური მოძრაობის, ანუ პარტიის თავმჯდომარე. ანუ არის ვიღაცებს არ უხდება თანამდებობა, არ უნდა ანუ არის ძალიან კარგი იმაშას წაკეთებს თქვა, აქტიურია და არაფუჭებს არ მოუხდა უბრალოდ. ანუ აი იცი როგორ შეიცვალა. აი როგორც მსახიობი მარტო ესე ვაკვირდებოდი, ანუ ერთად საუბრებიც ქონდა, რომ აი ეს რო ითამაშო, გეტყვენ ნაიგრიში გაქო რა. ანუ თავის ღიმილიც კი შეეცვალა ადამიანს. ხა ცუდად კი არ უძახი, მაგრამ აი არის რომ არ არის რა შენ ხა მე არ უნდა ვიყო რაღაცა სუფროსი მაგალითად. მე ვარ კარგი ჯარისკაცი, შემსრულებელი. მე არ შეიძლება რაღაცა, იმიტომ რომ ისე ტიპედანტური ხდები და ისეთი ვიცი რომ ალბათ გაუშვები ნახევარ სამსახურს რა. ყვითელი კითხვები ხო ისე არ მიყვარს და აი რა ხდება პირადში ვიცი რომ ბევრს გაინტერესებს. სად არის პირად ვის ცალია პირად? ეს პასუხიც ვიცოდი და ამიტომ ამას უნდა გადავახტე და იცი რა მინდა ვიკითხო რაღაცნაირად აი ეს ჩვენი შეცვლილი ცხოვრება ერთ დროს იყო ასეთი დრო მეგობრებო სარკესთან ცოტა უფრო მეტ დროს ვატარებდით ალბათ ვემზადებოდით რაღაც პრემიერებისთვის პრეზენტაციებისთვის აი ამ დროს რა გარდა იმისა რასაც ვიცი რასაც აკეთებ ანუ რითი ჩაანაცვლე იმიტომ რომ თუნდაც ის მუსიკის მოსმენა იყო თუ რა იყო, ანუ მაშინ როცა შეიძლებოდა წავსულიყავი და ბენდისთვის მოგვესმინა, შენ მაგალითად იყავი სასამართლო პროცესებზე, მე ვიყავი გისოსებში. ეხლა შეერთად ანუ მე ძალიან ვიჭერს, აი კლუბი, მე ძალიან მიყვარდა კლუბები. როცა ანუ მე ვისვენებდი და რეპეტიციაც კი რო თქვა, როცა მქონდა ხოლმე, განმარტო, ანუ იქ რო ცეკვავდი, ჩემი განმარტოების შეგრძნება მქონდა და ტვინში რომ მუშაობ ამ პერიოდში, ანუ ძალიან ბევრი რაღაცას გავდიოდი. მიჭირს ეხლა ამის გაკეთება, ძალიან არ ვიცი და თან დღეს ეკასურებავ რა ეკა მეთქი აი და ჩემი შვილი ერთბერდ მეუბნებოდა იმიტომ რომ მართლა აქციებზე რაც ჩაცმული დავდიოდი თუ გახსოვს სამხედრო მაღაზიაში ბოლოს ფასდაკლების ბარათი გამიკეთეს იმდენჯერ მივედი ხან შარვალე ვიყიდე ხან ის ვიყიდე ხან სამხედრო ტაქტიკურ რაღაც ჯიში დავდიოდი რეკლამაში ჩამეძლება მაგრამ ნუ აი სპონსორეთ ან პირველად ის საერთინაღით ანუ რუსული კანონით საერთოდ აქცია დაანონსებული არ იყო რომ წავედი ეკასურეკავ ეკა დაგჭირდება და წავედი ზაღიბლად და ანუ იმდენჯერ მივედი მართლა ის მამცეს და მე და დანი მივედით ერთხელ აი უკვე ძალიან არბევენ რა არ ვიცი მე მგონი არსად არ ვაკողობთ მოაყო და
ძალიან არ ბევრია და იქ ღარ ბევრი დიდი ისინი აქვე ბუჩქებით. ნუ ფიქრობდი თუ რაღაცა, მე არასდროს არ გავარბოდი. იმედენი მეც ამ ძალიან ციოდა რომ ვერ გავარბოდი. ფიზიკურად ვერ. და ამიტომ ყველა რომ გარბოდა ეს შაოსანი ხალხიც გაეკიდებოდა, მე რაღაც ახეს მივეყუდება, ან ვერ რა. და ერთხელ მივედი ამ სამხედრო მაღაზიაში დანისთან ერთად შებიარე, თბილისში არომლის ყიდვა მინდოდა და უცებ გარეთ ხედავ ისაცია ფოთლებიანი კამუფლაჟი ვაშა და ეს მინდა მეთქი და ჩამიშველი ვიყავს ადგილი. აი ამას რომ ჩავიცვა თქო რომ გამოვარდებენ ეგრევე გავწვდი მეთქი ხესა და ფოთლები ვექნები თქო რომ ეგონები რომ ბუჩქი ვარ. ჩამაშვა თქო ან უკვე ძალიან გაგექცა ეს არ გინდაო დანიმ გამაჩერა აი ვიხდი რა მინდოდა შენ ეთქობა ის ვიდეოს ნანახი გაქვს ხო გასულ კორონას დროს იყო რომ გამოდიან სახლიდან და ბუჩქის ფორმა გაიშლებიან გაიქცევიან ისევ ჩაიკუზებიან და ამ დროს თავზე ჩაულებენ მე მე ვერ ჭადა წამ კრემს ვიყიდე და თან ვიყიდე თავისაურებ მარტივი კითხვა ვინ უნდა გააცოცხლოს აი ჩაიარა ყველაფერმა გავიმარჯვეთ ბიჭები გარეთ არიან გოგოები გარეთ არიან უკანონო ტყვეებზე მაქვს ლაპარაკი რა თქმა უნდა აი ვინ უნდა გააცოცხლოს თეატრი და როგორ რა ხალხმა ცალ-ცალკე არავის აფი აღარ გამოყვება რა წამოდი და დაკპატიშო იცი რა მე შემიძლია რომ დაკპატიშო არა მე გოჭა ჩემ ტელეფონით ვიდებ თუ უბრალოდ ხო და მე აგევა და მითხარ პატარა პროექტი მოგებრება არის იმიტომ რომ გრაფიკი ისეთია რომ კიდე შეხედა გადაღება მაქვს და დაგირეკავ კაი და შემოვედით აი ხა პროცესში ვარ სადაც ალბათ ხშირად შემოდიოდა. პროცესში ვარ, გადაღების პროცესში ვარ, ეხლა კადრში ხარ, ეხლა თორნიკებზე ავარეკავს, გაიგე? და უკნიათ ხელი თორნიკებს. თორნიკე მოკითხოს, ნახავ მე ამ გადაცემას, მოგიკითხეთ. YouTube-ზე ნახავს თქვენ მანამდე გამოგვიწერეთ სანამ თორნიკე მოგზერნის დაგვაფოლოვეთ. დააფოლოვეთ ხო? ისა ხშირად დადიოდი აქ ალბათ ხო, როცა სპექტაკლები ქონდა. კი დულობდი ამ კრემს. კრემი გაქვთ როგორც დარჩენილი ხო? და კარგია, შენ რა გინდა? არაფერი ამერიკანო. კემბრიელ მოდა მოვასწრო ხო 6 მე ხო არ ვჭამო. ეხლა დავხედე. ასკეზა? არა, ეს ასკეზა რაღაც ყოველ მოდაშია ხო არ გაიგეთები არასდროს? არა, მე უბრალოდ სიგარეტს დავანებე თავი. განებებული მქონდა აქციების დროს და შენ სამართლოზე რომ მოვედი. ანუ არ მახსოვს როგორ დავიწყე ისე სიგარეტის მოწევა რა. მადლობა. შენი ყავი. და არ გინდა ეს კრემი? არა. არა, ჩემი ძმა ხო სხვათა შორის აი ბევრი კამერა უნდა იყოს, ხო ხვდებით დეტალი ის. ამიტომ როცა გაიზრდება ჩემი პოდკასტი და გაჩნდებიან სპონსორებიც და ამოვანაცებთ და ყველაფერს ვიტყვით. უწყვეტი ლაივ რეჟიმში კი ბატონო და მოკლედ ერთია. რა ვქნა, მოტარ 15 წუთი გემრიელად საერთოდ არ არის პრობლემა. გემრიელეს მე ყავსავით აკმოვა. კი რა მეტყვიან და და მე ხა დავანებებ ნოემბერში სიგარეტს ისევ თავი. და ნუ დაბიფეცე რომ ხაშაკში ვარ ესე მარტო აღარ ხდება დაკლება რა წონის და სად არის? რო არ გავსუქდე მოგიყვებით. რო არ ამეკრიფა წონა, გადავწყვიტე რომ 6 მერე არ ვჭამო. დავდოდეთ. ხო და ახლა უყვებოდი რომ 6 მერე არ ვჭამო, რომ არ ავკრიფო რა წონა რა. ნანკა, მე მახსოვს რომ ბევრჯერ მყოფი ვარ. სხვანაირად არ გამოდის, გააჩერე კადრი და გამორთე და გადართე არ გამოდის, ამიტომ პირდაპირ როგორც არის ისე. როგორც უფრო კომფორტულია. ხო და მე მახსოვს ბევრჯერ მყოფი ვარ მე შენთან სტუმრად. ხო. ხო და ეხლა არ დააჰეითოთ. იცოდეთ მე არ აღმოჩნდე ნანკას ჰეითის საბაბი და მიზეზი. და ნანკა ისეთებს არის მიჩვეული არ მოგერიდა. იცი რა მახსოვს? რა არ მახსენდება? ანუ შენი სამზარეულოში ტრიალი არ მაინტერესებს. ვერც გაგახსენდება. არ მაინტერესებს რა კაია? ანუ არ მახსენდება. არა, ვერ გაგახსენდება, მეც არ მახსენდება. ხო, მასპინძელი რო კარგი ხარ და ყურადღებიანი და ლაპარაკი, იუმორი ყველაფერი თავის ადგილზე, მაგრამ ხო და რანაირად დაალაგდა ესე? ანუ ერბო კვერცხსაც ვერ? არა, ესე კი თუ რაღაცა, მაგრამ ნუ აი რა ვიცი. შენი სტილი ჩამოაყალიბა ცხოვრებამ თუ შენმა დაუშვათ მრავალფეროვანმა ხასიათმა? უშუალოდ გულისხმობ და ჩემთან ცხოვრებამ. აი რაღაცნაირად და თან რა ვიცი, მე მიყვარს უმად რაღაცები თუ გეკომფორტულება გამოვრთოთ. მე მკიდია. ამიტომ იხოს. და მოვასწრო ჭამა და იხოს. და თან გემრიელად მიირთვი. გიზდები დიეტაზე კრემს რო ვჭამ. მაინც კარგია, მე მგონი რომ სადიეტო არაფერი. არა, იმით ვამართლებ რომ რატო ხარ დიეტაზე? ან სიგარეტს დავანებე თავი რომ არ ავკრიფო წონა. ხო, მოთხოვნილება და თან არა, რო არ მქონდეს და ეხა აღარ მაქვს. ბევრი რო არ მოგივიდეს ხო ანუ ხო, რა, 6-მდე ვაძლევ თავისუფლებას და 6-მდე. ხო, იმიტომ რომ და მოწევა კლავს ხო, ეს ვთქვათ და თან თქვა. მე მართლა მეგონა რომ მე თუ რამე მომკლავდა მოწევა, იმიტომ რომ
ძალიან ბევრს ვწევდი ხო ხომ ანუ მithumetes აი ამ დაძაბულობის პერიოდში ეს თემა არ გადავიტანოთ სად ვიყავით საჭმის სად ვიყავით და აი ამ სტილზე და არ მახსოვს მე მგონი ინგა გრიგოლიასთან ვიყავი გადაცემაში სტუმრად და მოგწერე რომ ნანკა მეთქი რაღაც აი ძალიან ბწყინა ვთქვა და ხო ნიკუშაო იმიტომ რომ შენ გადაჩვეული ხარ უკვე რომ ცოტა გამოპრანჭული ვარო და საბოლოო ჯამში ხა ვიხსენებ და რომ ვთქვა რომ აი რაღაცა ერთი სტილი ეს ყოველდღიურობაში დავუშვათ ვიცი რომ უფრო მეტად ალბათ თავისუფლად ყოფნას ანიჭებ უპირატესობას ხო? აუ კი და ჩემ ტანსაცოს ახლა კაცების განყოფილებაში მიყვარს ხოლმე რაღაცებს ყიდა და დანის ხანდახან აუღიათ ხო ჩემ მაისურ და რაღაც მაგრამ ჩემ საყვარელი ისტორია კოცი კოცალა ბაბოები და ამ კოცალ ბაბოს რო ვიძახი გონიათ ხოლმე რომ ასაკზე ბაპელირებ და კოცალ ბაბო არის მენტალობა და აქციებზე რომ გადმოხტებოდნენ ხოლმე და ჩვენ აი რაღაც მართლა 100 რაღაცა გვეცვა რომ არ შეგცივდეს და რა მართლა რა ვგავდით და ანუ რაღაცას კიოდნენ წენ და მე არგუმენტი რომ აღარ ქონათ ბოლო იყო რომ რას გავხართ და ნუ ხო ვიცით ხა რა ვიცი დღეს ეკაზურეკავ მე წავედი ტუჩ საცხიმ და ვიყიდო და ძალიან გაუკვირდა შენ და ტუჩ არა ხონდა გამახსენდეს რომ ხალი ვარ მე რაღაცით მე გავიხსენო ჯარისკაც გავხარო ჩემი ჟური მეუბნება და ერთ პერიოდში აქსესუარები გიყვარს მეჭდები ვერცხლი მიყვარს მე ოქრო არ მიყვარს მე მგონი საყურეც საყურე ბეჭედი ხო იმიტომ რომ მე მახსოვს ამბობდი გისოსებიდან რომ გაკვირდებოდი ინტერვიუების დროს უი ახალი საყურე ქონია ნანკას და ეცინებოდა თქრამდე და ონდო აი ვერცხლი მიყვარს რა მეც აი ხო და დავაფიქსირე ჰერი ხარის ჩემმა მეგობარმა ახალი გამოსული რო ვიყავი მოკლედ ჩამომიტანა ბერლინიდან და ძალიან მომწონს და რაღაცნაირად ხო თან არასდროს რატომღაც არ მეკეთა და თურმე უნდა გაიკეთო ბეჭედიც შეფუსტები არ გეკეთა არ მეკეთა და დავიწყე კეთება ნუ ეს რაღაცა ტრანსფორმაცია ახალი იმიჯი ცოტა სხვანაირი ნიკუშა და ჩვენმა მეგობარმა მაგდა ვასაძემ მირჩია რომ რაღაცა ეს ბეჭედი არასდროს არ მინახავს და გაიკეთო და მეუბნებოდი რომ მოკლე თითები მაქვს თქო და შეგაქვს მოკლე თითები ხო ესე ვამბობდი და მე ბოლოს მითხრესო თითებთან დაკავშირებითო მხოლოდ ქალების აზრი მოისმინეოდა უკვე რამდენიმე ქალმა რომ მითხრა და მეთხარით აი ანუ რატო გადაწყვეტე რომ მოკლება? კარგი, მეგობრებს მე სულ ჩემი მთავარი პრობლემა არის ხოლმე. ძალიან დიდი ბოდიში მაყურებელთან რომ ვზიარ და არანაირად მე მგონი ჩემს მეუბნება ხოლმე რომ რაც უფრო აი ექვსის მე რომ ხვალამდე ვეღარ შევჭამ სხვა გზა ხო და YouTube-ზე რაც უფრო ის იქნება ვინც ხარო ხო ესე მეუბნებოდი რაღაცნაირად კიო მიდასტურებს უფრო კარგი იქნება ხო და ნუ აგერ ვარ იყოს ის რაც რეალურად არის და არც მე არ ვაპირებ ხედავთ ისედაც ანუ ჩვეულებრივ ფორმაში ვართ ნუ თუ გადავივლეთ გვაბატიეთ მაგრამ დანარჩენი ხო არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა ჩემი მუდმივი პრობლემა არის ჩემი მუდმივი პრობლემა არის ნანკა დროის განაწილება იმიტომ რომ მივხვდი რომ აი მეგობრები ვინც მყავხართ ყველა ისე მიყვარხართ რომ მინიმუმ ალბათ ერთი ცალკე სივრცე მე უნდა მქონდეს აი ესეთი პრე-კლუბის მსგავსი მაინც რომ ყველა ერთად დავუშვათ და მოგიწვიოთ და ამის ფუფუნება არ მაქვს ეს კი არა შენთან რა იქნებოდა მეორედ მოსვლა და შენ როგორ ახერხებ ამას იმიტომ რომ თეატრის მიღმაც ყავს მე ვიცი მეგობრები ხო რა ანუ ის იმ ადამიანებთან აი მეგობრებთან ზუსტად აი ვინც პროტესტში აღარ არის არ დიდად ვეღარ მაქვს შეხება მართლა რომ გითხრა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ნეიტრალურია ამ ვითარებასთან და კიდე აქცია გეკითხება ანუ რა ვზევნა ანუ არ ვიცი გეხვეწები მითხარი რას პასუხობ როცა გეუბნებიან მე ძალიან ანუ ამდენმეს პირდაპირ ვთხარი ანუ ეს არის ზუსტად ის მიზეზი რის გამოც რაცა დაიკარგე აი ამიტომ დავიკარგე რომ რა ჩემ თავს იმდენი რამე გადატყდა და რა არ გაინტერესებს როგორ არის საკითხი ელექტრონული მუსიკა უფრო მეტად კლასიკური მუსიკა თუ სულ ერთია განწყობას გააჩნია ბოლო პერიოდი მივხვდი რომ ძალიან მომენატრა ვოკალი. იმიტომ რომ ერთ იყო მართლა სულ ელექტრონულ მუსიკაზე და სულ კლუბში და მე მივხვდი რომ არტისტი მომენატრა როგორც არტისტი. ხო მუსიკაც საერთოდ იმ დღეს ხო ყველაფერი შეცვლილია. საზოგადოება გაიზარდა და მე მგონია რომ საზოგადოება თუ გაიზარდა მაშინ გაზრდილ საზოგადოებას სულ სხვა პასუხისმგებლობა ექნება იმ მოვლენებში თან მერე კი არ ჩაერთოს როგორც ჩვენ ახდება ხო არ ვიცი შენ მეთანხმები თუ არ მე სულ მაქვს განცდა რომ ვაგვიანებთ ანუ გვიან ვიღვიძებთ ნახე თეატრზეც რო კითხე შენ მითხარი რომ რაღაც პერიოდი იყო თითქოს დუნდაო თეატრი და მერე უცებ იფეთქა ხო და არა იცი ეს თეატრის ხოთა შორის ამ თეატრის წარმომადგენლები სულ იყვნენ აქციაზე ხა ამ თეატრს ვერ დააბრალებ არა მე ზოგადად ვამბობ ხო ან მე რასაც ვიძახი მაგრამ
იქ ალბათ სხვა თაობის ახალგაზრდებიც იდგნენ და სამეფოს ხალხიც უიდგა ხოლმე აქციაზე უბრალოდ ვინც მეკითხებოდა მე როგორც ხვდებოდი უფრო მქონდათ უფროს თაობაზე წუხილი და უნდათ მათი მხარდაჭერა ხო აი ახლა მახსენდება რაღაც ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრა როგორც მაშინ ჯერ არ ვიცოდი რომ ამ შემთხვევაში მხედველობასთან დაკავშირებით არ მქონდა არანაირი ინფორმაცია პლუსი იყო მინუსი იყო ხო რო ვერ ხედავ და მახსოვს რომ რაღაცნაირად მაშინ რო გითხარი რომ ისა ნანკა თქო რა იყო თქო რომ ჩამიარა თქო და იქა ვერ ვხედავო მითხარი და ნუ იქვე გამახსენდა სარდაფის თეატრი და აი რაღაცნაირად როგორც მსახიობს ამ შემთხვევაში რომელიც აი ამ პასაჟსაც აუცილებლად სხვასთანაც გამოვიყენებ თუ მოქალაქე არ ვარ გიხარ არც მსახიობი ვარ გიხარ დაახლოებით ესეთი იყო კონტექსტი აი სარდაფის თეატრიდან აი ამ წამამდე როცა ხა ჩვენ ვლაპარაკობთ აი არ ვიცი რაც მოიტანა ახლა აი ამ კითხვამ რა ვიცი ჩემთვის ახლა სარდაფიდან ამ დღემდე ანუ ის ადამიანები ვისთან სარდაფიდან მოვდივარ თარეგაძე და ჭოლა ისინი დღესაც იქ არიან სადაც მე ვარ და ძალიან გამიმართლა ოღონდ მართლა ძალიან გამიმართლა ადამიანებში ამ ცხოვრებაში ჩემს ანუ გზად ვისაც მოვყვები იქნება აი ხა რეჟისორები თუ სახე ან მარსა მაგრა გამიმართლა რა ხო დოდარეგაძე ჩემ პედაგოგი იყო ჭოლას და ოთარი ორივე სარდაფში იყო და ამ ადამიანებთან ერთად მოვდივარ წლებია მე დოი 20 წლის წინ ამ თეატრთან მე მგონია როგორ ფიქრობ აი თეატრი უფრო იმისთვის არის რომ გაზარდოს და უშუალოდ საზოგადოებაში არსებული ეს სხვადასხვა ჯგუფი თუ იმისთვის რომ დააფიქროს თუ იმისთვის რომ გააფიქროს ერთად სამივე აი რო გამოყოთ უფრო მეტად აი რა ფუნქციას ასრულებს იმიტომ რომ აი იცი რა არის ამას წერან უსმენდი ერთ კოლეგას და ამბობდა რომ თუ კითხვა არ დასვი როგორ დაფიქრდები ხო ეგეც ხო არის რა თქმა უნდა და თუ არ დაფიქრდი როგორ გამოფხიზლდები ამიტომ ერთმანეთზე დამოკიდებული რა ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანი ანუ კომედიაშიც არ არის აუცილებელი ჟანრმა შეგზღუდოს ხო რომ რაღაცნაირად და არ არის აუცილებელი მართლა რაღაცა ისეთი ტექსტები შეიტანო, რაც კი ბატონო. მაგრამ აუცილებლად დაგაფიქროს, აბ რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს. თეატრი ძალიან დიდ ზალას ფლობს, აი უდიდესი ზალა. ძალიან ჯადოსნურია და აი რამე ხო, იმიტომაც გადაეკიდეთ, კი ბატონო. ეს ზალა იგრძნეს და დაინახეს და იმიტომაც აკნინებენ ამ ზალას კოცები და ყველანაირად ცდილობენ რომ მოიცა რა. და აი ამ მოიცარაში მანიფესტებით უპირისპირდება პროპაგანდას თავის შინაარსით. რა თქმა უნდა. და თან ხვდებიან რომ ძალიან პოზიტიურად უპირისპირდება და ახლა რა ვიცი ერთი ბეშიტას გამოსვლა რა დღირდა ამ სცენაზე თავის ამოხეთქილით რამხელა ტალღა მოიტანა ერთი მსახიობის გამოსვლა. მე არ ვიტყვი ვინ ჩვენ გვეუბნებოდა რომ ეს თეატრიო იქნება ესეო პროექტებისთვისო ვიდრე ჩვენ დავიწყებდით ინტერვიუს და რატოსამ ახლა ამ კითხვას იმ პირობებშიც კი როგორც მოკლეს ეს თეატრი რომ მოკლან ყველა არსებული თეატრის სახელმწიფოც და დამოუკიდებელიც აი ყველანაირი ფორმით გააჩუმეს გააჩერეს მოკლეს გაგუდეს მაინც ამბობ და თან როგორც ლაპარაკობდი იმ ზალაზე რომელიც რეალურად თეატრს აქვს აი ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობ რა მოხდება და აი ამით ამოვწუროთ უშუალოდ ჩვენი რაც უფრო დიდი წნეხია ხოლმე ანუ ძველი ანუ რა ვიცი ახლა მონანიება გაიხსენე რამდენი ფილმია ხო იმ პერიოდის რაცა წნეხი იყო ახლა ესეთი წნეხი რაც უფრო მეტია წნეხი უფრო მეტი სათქმელი უგროვდება ხელოვანს და უფრო საინტერესო და მეტ ფორმას უპოვის აი ამ ანუ იჩალიჩებენ მე თუ მკითხავ რეალურად რა იმიტომ რომ ახალი ფორმები ჩნდება ახალი სათქმელი ჩნდება და ანუ ვერაფერი ალბათ უფრო მეტად კი ვერაფერი ვერ ქნეს რა ბანერი მოხსნეს გონიათ რომ ამით რაღაცა არ ვიცი სიდის პატიმრები გაქრება ბრძოლა ანუ ეს ხო თვითონ ქმნიან ხატებს მერე რა თვითონ ქმნიან სიმბოლოებს რეალურად ბრძოლის ხო აი არ ვიცი ჩემი აზრი ესეთი იყო რომ მე გახსოვს გითხარი კიდეც რომ მე რო ყოფილიყავი მაგალითად მართლა ჯვარი მწერია რომ რომელიმე კოცის პოზიციაზე ყოფილიყავი მე როგორც კოცის წარმომადგენელი მაგრამ აი ისე ვარ შემიწყობდი პირიქით გეტყოდი რომ მოდი ჩამოკიდე ანდროს ბანერი არა კვიანი თუ იყავი მარჯვნივაც მარცხნივაც და სხვა თეატრებსაც ვეტყოდი რომ კოლეგისადმი სოლიდარობა ეს მნიშვნელოვანი მე მომბობ როცა იმიტომ რომ რაღაც პერიოდი გახსოვს 5
აკურთავდნენ საკუთარ თავს. და აღიარო და უსამართლოდ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებულები და ახლა წარმოვიდგინე რუსთაველის მაყურებელმა მოვიდეს აქ პროპაგანდით დრეებსაც ისმენენ ხო სხვა ისტორიები აქვს და სხვა რაღაცებს უსმენენ და უცებ მოდის და უსამართლობის სიმბოლო ანდრო ჭიჭინაძე გამოკიდებულია რომელიც არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებთან აწერია და როგორ უნდა შევიდეს დარბაზში რა იცის რომ აი ამ თეატრის მსახიობი უსამართლოდ არის ციხეში გამომწყდეული გაუშვეს რეჟისორი წავიდნენ მსახიობები აი როგორ წარმოედგინათ რომ გააგზავნიან აი იქიდან რაღაც შემთხვევები რომ აი გაჩერდნენ და ამბობენ და ჩემამდე არ მოსულა გამბავი ერთადერთი რაც მithეს რომ ამიტომ მე ვთვლიდი რომ აბსოლუტურად დარწმუნებულიყავი ამაში რომ ქურდობა იყო ეს ბანერის წაღება მოიპარეს და პირველ და ამერიკაში გეხოცებით ამას ნუ იძახიო და მეთქი რომ აბა რა დავარქვა ხა ამ ფაქტს და იტყვებოდნენ რომ ვითომ კიბის სადღაც უჯრედში აღმოაჩინეს როცა მოვლილია მთელი თეატრი და არ სადაგ ბანერი არ იყო და ვინც მოხსნა იმ კაცს ეხვეწებოდნენ რომ იცი რა რაღაცნაირად დააბრუნე ის რაღაცა და მე რაღაცები ესეთი უთქვია რა სხვათა შორის მე ველაპარაკე ანდროს დედას აი მაშინ როცა ეს ამბები მიმდინარეობდა აი რაღაც შეხვედრაზე ვიყავით ანდროს და წერდა ყველასო გაჩერდით კი და მაყურებელს ვეთქვი მე ვილაპარაკებ ჩვენ აუცილებლად ანდროს დედასთან და აი მაშინ როდესაც რო ეგონა რეჟიმს რო რაღაცა დრამას დგამდნენ და რაღაცნაირად პირიქით რომ უნდათ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ და სინამდვილეში ისევ თვითონ გაიფუჭეს სახელი ამაი გუნდოდათ ზუსტად ეგუნდათ კი ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად და თავად მიხვდებით ანდრო ჭიჭინაძის უძვირფასესი და პატივსაცემი ანდრო ჭიჭინაძის ანდრო აი ლიკარო გავიცანი რამდენად სწორი ჯანსაღი აი ლიკას გაცნობით ანდრო კიდე უფრო გავიცანი რომ ნახე ლიკა როგორია ხდება ძალიან ღირსეული და მართლა თავმოყარე ადამიანები არიან და აი ეს ადამიანებს ანუ როგორ იმიტომ ეს იზღები, იმიტომ რომ ეს თვითონ არ შეუძლია. მე მგონია რაღაცნაირად ჩვენს გამოვჩნდით, თქო, იმიტომ რომ აი ნახე ჩემთან დაკავშირებით, ჩვენ სულ ვიცი და ჩვენ ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ პროფესიული განვითარების გზაზე და ამ შენთვის არ არის ჩემი ხო, სიახლე ნიჭთან დაკავშირებული მაგრამ სასამართლოზე როგორც იქცევდა, ესეც კი ჩემთვის ახალი იყო. ანუ ეს ძალა ეგ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ ჩემს მე არ ვარ ეგეთ თავშეკავებული და არც ეგეთი გაწონასწორებული და თავშეკავებაც არ არის, აი ესეთი ძალი, აი ესეთი ძლიერი რო იყავი, ჩემთვის იყო. ანუ მაინც შენ გეთმობა ეს პოდკასტი და ჩემზე მე სხვა დროს ვილაპარაკოთ და მაგისთვისაც დაგითმობ დროს. ბოლო მე სულ მინდოდა გამეკეთებინა ჩემი ძალიან ძველი პროექტი იყო და რეალურად პირველი რესპონდენტი ხარ და აი გადაცემის ბოლოს ვიტყვი რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნანკა ჩემი პირველი რესპონდენტია და რაღაცნაირად აი ესეთი ჩვენებური ფორმატი გვაქვს ერთი მეგობრობის ჩვენი ტრადიცია ხო და ნანკა ბევრჯერ იყო ჩემი სტუმარი და სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ წარუმატებელი აღმოჩნდა ის სიახლე იმ დროს როცა მაშინაც ანუ პირველი იყო და ამას რაღაცნაირად ვერ შემოვაბი თავი იმ პროექტს რომელსაც აი იმ დროს როცა გეგმავდი წესით ესეთი სახელწოდება უნდა ქონოდა თავარი წამი, ანუ შენი ცხოვრების თავარი წამი. ცილა, ნუ ეს ხო, ნუ პოზიტიურ, ანუ ეხა ყველა დედა რა თქმა უნდა იწვის შვილის გაჩენა იყო თავარი წამი, მაგრამ მე მინდა რომ მომავალ თავარ წამზე ვიფიქრო. რომ განვლილი ხარ რომ მოუყვებ თავარი წამი, შეიძლება ვერ გამოვყო რა. შესაძლოა წინ არის ეს თავარი წამი? არა, თავარი წამი, ხო და მაგას ყველა პერიოდს და ყველა ასაკს ქონა თავის თავარი წამი. აი როგორც ციგნი რა, ციგს რო გითხო, ყველა ასაკში გონია რომ ეს არის ის ციგნი თავის პასუხებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საყვარელი ფილმი და საყვარელი ციგნი, ესე ერთი თუ გაქვს ყველა ასაკში, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში, რაღაც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სათქმელზე გროვდება ეს თავარი ციგნით და ასე შემდეგ. ეს წამიც ესეთია რა, ხა რაღაცა დანისთან არის დაკავშირებული და დანიზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში მართლა ხარ არაფერი არ მომხდარა და ვერ იტყვი, მაგრამ 13 ასაკშიც რაღაცა იყო ესეთი გარდამტეხი, რაც ჩემთვის შეიძლება ნეგატიური იყო, მაგრამ ძალიან მიმოქმედა რაღაცებს და ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ მე მივხვდი როგორ უნდა გადარჩე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა რომ ეხლა ამ ეტაპზე მომავლის თავარ წამზე ვიფიქრო, რომელიც იქნება ქვეყნისთვის გარდამტეხი და ამას მართლა წარმოვიდგენ ხოლმე ხალხი, მე ხედავ ამ გამარჯვების, ან შიგნიდან მაქვს ეს ხო მოლოდინის და ბედნიერების შეგრძნება, რომ აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა გადარჩება და უბრალოდ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ გვიხარია. აი ამ აქწამს ველოდები. როგორ მიხარია, რომ გამოვლენ სინდისის პატიმრები ყველა აი ამ უსამართლო ციხიდან და აი ყველა ერთად რომ შევიკრიბებით ხალხნა რუსთაველზე და როგორ ანუ აი ეხლა ის არის რა, ანუ ამას აი ამის წარმოდგენა, აი ეხლა ამ ეტაპზე მხოლოდ ამაზე მეფიქრება, რომ აი რა დაგვემართება იმის რომ რაღაც კი
არ დასრულდება ისე როგორც ჩვენ გვინდა და გვიფიქრია. არა. შიში არც მე. ვერ ვუშვებ ნანკა, უბრალოდ. თუ გაქვს რაიმე სათქმელი, ვინმესთან, რამესთან, საზოგადოებასთან, აი ბოლოს მართლა იმდენი ვილაპარაკეთ და იმდენი მალაპარაკებ და რაღაც მომენტში ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაც ინტერვიუში და დიდად სათქმელიც არ მეცვლება, იმიტომ რომ გარემოც არ იცვლება. ხო და თან აი ეს აი გვიყვარდეს ერთმანეთს ძალიან საყვარელია, მაგრამ მე გარგამო გვეზიზღება მაინც, მაგრამ ეგეც აი უბრალოდ ძალიან მინდა რომ ადამიანები დაფიქრდნენ ერთ რაღაცაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ მივედით აი ამ ერთმანეთის ზიზღამდე, რომ ეს ხო ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობაა რა და ძალიან მინდა რომ აი ამაზე დაფიქრდნენ ადამიანები. ზუსტად ვიცოდი რომ იქნებოდა ძალიან ისეთი მეგობრული და ასეთიც უნდა იყოს ჩვენი საუბარი, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მაშინ თვალთმოქცევა იქნებოდა. მადლობა უნდა გადაგიხადო კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ არც მე მიფიქრია იმაზე, იცი ძალიან კარგად რომ ერთი არ მომწონს რა პოდკასტების რეჟიმში წინასწარ ხო ის ფურსით გაშლილი ლეპტოპით, აბა აი დღეს რო ეს ისო გააკეთე, რაც გამახსენდება, რაც არ გამახსენდება, ჩემი ძმა პირაღამ გადაყირავდა, მაგრამ არა უშავს. აქ კადრი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ერთია ის ოპერატორიც და გინდა კადრი შევცვალოთ? არა, არ შევცვალოთ, არაფერი შეგვიძლია გადავახვევთ ამას და ხო, ნანკასთან ერთად დაგემშვიდობებით და დავიტოვებ კერდა დარწმუნებული ვარ მალე მოვა ის დრო როცა ან ახალ ფილმზე ან ახალ სხვათა შორის გრაფიტზე ვერ მოვასწარი საუბარი, იმიტომ რომ ბევრჯერ გავიდა მაშინ როცა მე ვიყავი საკანში და გრაფიტი უბრალოდ ეს რეჟისორიც აქციაზე დგას დღეს და როგორ დღევანდელ დღესია. ხო, აბსოლუტურად, თქო, აი ეს არის დრო არის შეცვლილი წელიწადის დროები, ხო? ანუ სხვა ანუ იმაშიც რომ იქაც რომ იმაში ფილმზე ვლაპარაკობ და ხო მინდოდა ძალიან მეკითხა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს იმდენ თემას შევეხეთ, რომ დარწმუნებული ვარ. აქციებზე ხო და ნუ აი წარწერა, ფურცელი, ხმა, ეს ყველაფერი რო საშიში გახდა. კი ბატონო. ამიტომ მე თქვენთან ერთად წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა, ნანკას, მე და ნანკა მეგობრობას გავაგზავნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გვექნება სალაპარაკო. მინდა ისევ ამ ფონზე დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს. მადლობას გადაგიხადოთ. 2%-იანი შოუ. ქვეყანა არ დარჩენილა და დაჯილდოება არ დარჩენილა ანდრო ჭიჭინაძე რო ვინმეს დავიწყებოდა და ნამდვილად იმსახურებს და ამაზე ცალკე ვილაპარაკებ მე სხვა დროს. ხო და აქ ჩავსვამთ, აი ზუსტად აქ ესეთი ხო ისე ვაკეთებ და მონტაჟის დროს აუცილებლად ისევ ანდროს ბანერს და იმიტომ რომ უბრალოდ მართლა მეცინება, ანუ არც იმაზე არ ვართ გაგიჟებული იმ მასალაზე, რაზეც შეიძლება ჩვენი თანამებრძოლი იყოს დაბეჭდილი. გამოგვიწერეთ, გააზიარეთ, მოგვეხმარეთ იმაში, რომ ჩემი პოდკასტი გაიზარდოს და გაითვალისწინეთ ის, რომ ჯერჯერობით აი ესა შიშველი ხელით ვართ, მე, ჩემი მეგობრები, ჩემი ძმა, კი, აი ნულიდან, თუმცა ეს მხარდაჭერა გვჭირდება, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ნანკას ნახვის მერე მოიმატებს, რა თქმა უნდა, გამომწერების რაოდენობაც და ხო სხვათა შორის ამბობენ, რომ YouTube-ზე განსაკუთრებული საზოგადოება, ანუ ის ჰეითიც ცოტა სხვანაირია. ანუ ის არა ჩვენ რომ აცაბაცებისგან ვარ შეჩვეული, რომ Instagram-იც არ არის ეგეთი. Facebook-ია ეგ აცაბაცების. კარგი, ბოლოს სიტყვა, ჩემი შენ და მე არის მალე გამარჯვება შენთან ერთად. ასევე ჩვენი ბოლოს სიტყვა არის ეს. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. Podcast with Usha.